შუა დღემშტევისა ქალბატონებო და ბატონებო, ქალბატონო ანა. გამარჯობა. როგორი დაფწნილი ხარ. ხო, კვირა დღეს დადგა, რაღა თქმა უნდა საწავიდო და ხო მართალია და საწავიდოდით ჩვენ. თუ არა პირდაპირ ეთერში ჩვენი მაყურებლისთვის ძალიან საინტერესო თემით. იქიდან გამომდინარე, რომ მაისი მენტალური ჯანმრთელობის თვეა, ზოგადად ჩვენ რა თქმა უნდა არაზოს ვარიდებთ თავს ამ თემებზე საუბარს, რომელიც საკმაოდ აქტუალური და პრობლემატურია. იცი რა მინდა გავიხსენო, რომ უბრალოდ ჩვენ სტუმრებთან ერთად რომ შემოგვიერთებიან, მე უფრო დავსვავ ამ კითხვას, მათი აზრიც მაინტერესებს და შენი აზრიც მაინტერესებს. აქამდე, აი რამდენიმე წლის წინ ესე არ ჩანდა თუ სახელი არ ერქვა ამ ყველაფერს თუ აი რა იყო ეხლა უფრო ყოველნაბიჯზე ხდება ეს ადამიანები ჩვენს გარშემო ძალიან ბევრი ზრდასრული თინეიჯერიც ამ პრობლემით განსაკუთრებით ახალგაზრდები შეიძლება გაქცე პასუხი ჩემი აზრია რომ ცნობიერება ამაღლდა ეს ერთი მეორე ის რომ აღარ გვცხვენია ამ თემაზე საუბარი მე მახსოვს მე თვითონ რომ ვიყავი ამ პრობლემის წინაშე ისე მეტნაკლებად არ ვიცი ზუსტად ერქვა თუ არა პანიკური შეტევები ამ ყველაფრის ყოველ შემთხვევაში შფოთვა მქონდა და სასწრაფოზე მყავდა გარკვეულ ასაკში მახსოვს რომ ამის ესე ხმამაღლა აღიარება ცოტა მერიდებოდა ცოტა ვფიქრობდი რომ აი მე ვინ რას იფიქრებს ფსიქიატრი თუ მჭირდება ეს ცოტა სიცხვილე ხომ არ არის ხო ამიტომ მგონია რომ იყო ეს ყველაფერი ადრეც შეიძლება უფრო მძაბრათაც თუ უფრო ნაკლებად ამას მნიშვნელობა აქვს ყოველ შემთხვევაში ამაზე არ ვსაუბრობდი ხო და მე მგონი მშობლების თავს არიდებდნენ და რაღაცნაირად თვალს ხუჭავდნენ ამ პრობლემაზე ხო მართალია მაგრამ მაინც მგონია რომ ცნობიერება კი ამაღლდა გეთანხმები აუცილებლად და ინფორმაციის გაცვლაც უფრო სწრაფად ხდება და ყველაფერი, მაგრამ მე მაინც გონია რომ უფრო მოიმატა ამ პრობლემამ. ალბათ, ეს რაღაცა ალბათ გარემოები ხო, სოციალური ქსელის, ინფორმაციის და რაც ყველაზე მთავარია, მე მგონი, რაზეც არ გვისაუბრია ჩვენ არასდროს და რაც ხშირად არ მესმის ხოლმე ამაზე, რომ საუბრობდეს ადამიანები, საკვები. კი, პირდაპირ პროპორციულია ხო, აი თურმე საკვებსაც ძალიან დიდი მნიშვნელობა ქონია. მეც არ ვიცოდი ეს სხვათა შორის ამ თემას რომ ვამზადებდით, მაშინ გავიგებ რომ აი საკვები ეკოლოგიური მდგომარეობა, ტექნოლოგიური ეს გაჯეტები, ტელეფონები, ეკრანი, კომპიუტერი სამ სიხშირით ჩვენს ცხოვრებაში შემოსვლა როგორც ახლა არის და ასე შემდეგ უამრავ რამესთან არის დაკავშირებული, როგორც ვიცი, ყოფითი ცხოვრებიდან გამომდინარე და ამაზე ადამიანები დაგველაპარაკებიან და ასევე ფსიქოლოგი შემოგვიერთდება, რომელიც უფრო კარგად აგვიხსნის ყველაფერს და კომპეტენციის ფარგლებში უფრო კარგად ჩაგვახედებს ამ ყველაფერში ღრმად. მაგრამ მანამდე ადამიანები მოვიწვიოთ, ვინც გადალახა ან არ გადალახა, მაგასაც გავარკვევთ. კი ბატონო. მოვიწვიოთ არაჩვეულებრივი ადამიანები. ჩვენთან სტუდიაში არიან გიორგი კეკელიძე, ლენუკა ყიფშიძე, თამრი ბზიავა, თუ შეიძლება მობრძანდით და ფსიქოლოგი ქეთი მესხიშვილი. გამარჯობა. მობრძანდით. გოგოებო და ბიჭო, საათგაც გაგეხარდებათ იქ გაბრძანდით. მობრძანდით. გამარჯობა. რა კარგები. გამარჯობა და დიდი მადლობა რომ ხართ ჩვენთან ერთად და განსაკუთრებით აი ამ თემაზე, რომელიც მართლა ძალიან აქტუალურია და რაღაცნაირად მე მაინც ვამბობ რომ მოხშირებულია. ნამდვილად. ქალბატონ ფსიქოლოგთან ცოტა მერე გადავალთ კითხვით, მანამდე მოვისმინოთ ადამიანებს. აბა თქვენთვისაც ასე ჯობს რომ ჯერ მოვისმინოთ ვის რა პრობლემა ქონია ან აქვს და შემდეგ უკვე მე დასკვნების გამოვიტანოთ როგორ არიან ეს ადამიანები. ისე სხვათა შორის სანამ ძვირფასო სტუმრებო თქვენთან საუბარს დავიწყებთ, რამდენიმე ხნის აი სულ ახლახანს თავიდან დავიწყებ. მთელი ცხოვრება ვამბობ, რომ დეპრესია არ არსებობს და ამას ადამიანები იგონებენ და რა შფოთვითი გააშლილობა თუ როგორ არის და რა მენტალური პრობლემები, ამას აი ესე უნდა გაუმკლავდე მთელი ცხოვრება მანდვარ. და ერთ მშვენიერ დღესაც სულ ცოტა ხნის წინ, ეს იყო სადღაც აგვისტო, გასული წლის, მივხვდი, რომ
ჩემს ცხოვრებაში შემოიჭრა ეს პრობლემა კი, მაგრა დამიჭოჭა. და მივხვდი რომ ვერაფერს ვერ ვაკეთებ, ვერ ვუმკლავდები. თურმე მართლა არსებობს და უკვე იმ მდგომარეობაში ვიყავი, იმ მდგომარეობამდე ვიყავი მისული და ისე მივუშვი ჩემი თავი, რომ ფსიქოლოგის დახმარებას გავწდი უკვე. რამდენად მართალი იყო ეს არ ვიცი, ჯერ ფსიქოლოგთან მივსულიყავი თუ არა, მაგასაც გავარკვევ და მივმართე პირდაპირ ფსიქიატრს არაჩვეულებრივს. და დამეხმარა. დაგეხმარა. დღეს რა მდგომარეობაში ხარ? დღეს რა მდგომარეობაში? ეგ არ არის პოტენციალში ხო? გადასარევ მდგომარეობაში ვარ დღეს. და ვიტყოდი მე ნომერს შევიწევ. აუცილებლად და ჩვენ დღევანდელი სტუმრებით ზუსტად ამ ნიშნით შევარჩიეთ. არ მოვავენ ეს ადამიანები. ვისგან დავიწყოთ? მეგონი ყველას დღეს რაღაცა 21 საუკუნეა და იმდენად დავიწყე. იმდენად რაღაც მგონია რომ ზოგადად ძალიან ბევრი ამ ჩვენ დროში ბევრი ადამიანი საქართველოში ჯერ კიდევ ბევრ რამეზე არ ლაპარაკობს. მაგალითად აი ალბათ ჩვენი კი არა და ბევრი საყვარელი მსახიობი ნაომი უოტსი, რომელმაც წამოიწყო ეს კამპანია, რომელიც ნაადრევ მენოპაუზაზე ლაპარაკობს, ახლა ლაპარაკთან ძალიან ხშირად უსმენ ხოლმე, რომ ეს პრობლემა ძალიან სერიოზულად დგას და რაღაცნაირად ეს მეც ახლა ინიკა შერასაც იდახი, მართლა ცხოვრებაში არასოდეს დეპრესია კი არა, ყველა მიცნობს როგორც გიშს ასე. კაი გაგეცემა და ეს თუმცა რა თქმა უნდა ხუმრობაა. იცით რა უბრალოდ ჩემი პროფესია იმდენად ისეთია ასე ვთქვათ ემოციურია რომ ეს ყველა ვარიანტში თან ძდევს. უბრალოდ ეს რაღაცა ტექნიკა გვაქვს ჩვენ ასე ვთქვათ მსახიობების გამომუშავებული რომ ეს მომენტი სანამ სცენაზე გახვალ დადგენილია რომ ჩვეულებრივად სცენაზე სანამ გახვალ არის პრე ის რა ქვია გულის გახეთქვის ასე ვთქვათ მდგომარეობა არის 300-ზე და ასე შემდეგ ხო და აი იცით რა არის მეც ცოტა ხნის წინ ერთადერთხელ მქონდა ეს ერთადერთხელ რა მქონდა ეს პანიკური ატაკა 2019 წელს დამეწყო მიუხედავად იმისა რომ დამეწყო მაშინ რაღაც პერიოდი მქონდა მეგონა რაღაც პირად ურთიერთობებისგან იყო ეს გამოწვეული მე მივედი ასევე გადასარევ და ფანტასტიურ ნერვოლოგთან, ფსიქოლოგთან და მითხეს რომ არაფერს შუაში არ არის შენი პირადი ურთიერთობა სცენაზე ხო დგახარ ხშირად და კი მეთქი და ხო მაშინ ნახვამდისო რა და ანუ რეალურად ეგ იყო თან იმ პერიოდში იმდენად ისეთ რეჟისორთან მუშაობდი ანდრი ჟოლდაკთან რომ იქ რაღაც საოცრებების კეთება გვიწევდა ასე ვთქვათ და აი მართლა მე მასწავლა ამ ადამიანმა როგორ უნდა გააკეთო ასე ვთქვათ კედელი ხანდახან თქვათ მაყურებელსა და იმის შორის, თუმცა ეს კედელი ხშირად არ გამოდის. და კიდევ ერთი მინდა რომ დავამატო, აი ნაომი უოტსი რატო ვახსენე? ძალიან ხშირ შემთხვევაში აი ჩვენი ასაკის ქალებს უკვე სადღაც ალბათ 39-დან 38-დან რაღაც მე ძალიან ბევრი გამოვიკვლიე და ბევრი ვეძებე საკითხი ჰორმონებთან არის ეს დაკავშირებული ძალიან ხშირ შემთხვევაში ჰორმონალური ცვლილებები იმიტომ რომ ჩვენი ასაკი უკვე 40-დან 38-დან 36-დან ზემოთ აი ძალიან ბევრი რამე უკვე ანუ რეალურად ჰორმონალურად თავიდან ბოლომდე ტრანსფორმაციას განიცდი და იცვლები და აქედან გამომდინარე ეს თუმცა მე მგონია რომ რამდენიმე ასეთი გარდამტეხი ასაკი ცხოვრებაში ამას ალბათ უფრო ფსიქოლოგი გვეტყვის და აუცილებლად დავუბრუნდებით ამ თემას ძალიან დიდი მადლობა და ეხლა კონკრეტულად მინდა ვისაუბროთ აი გიორგი მაგალითად თქვენთან როგორ დაიწყო ეს ყველაფერი რატომ შეგაწუხათ როგორ შეგაწუხათ პირველ რიგში მინდა მადლობა გითხრათ იმიტომ რომ ერთ-ერთი პირველი იყავით ვინ საჯაროდ დაიწყეთ ამ თემაზე საუბარი რამდენიმე ადამიანი იყო სულ ალბათ ქვეყანაში ვინც ესე საჯაროდ და გადადგა ეს ნაბიჯი ესეთ ამბავად რაც ნამდვილად სამაგალითოა იმიტომ რომ ძალიან ბევრი ადამიანისთვის ეს აღმოჩნდა სტიმული რომ ამ ყველაფერზე ხმამაღლა ისაუბროს სტიმულის და შუევას და ასე შემდეგ მადლობით დავიწყებ დანარჩენი მიზეზებს მიაგენი და მიხვდი სხვადასხვაგვარია პირველ რიგში მოგესალმებით ყველას მივესალმებ მაყურებელს დიდი მადლობა შესაძლებლობისთვის იმდენჯერ მაქვს პერსონალური ისტორია მოყოლილი რომ შეიძლება ცოტა მომაბეზრებელიც იყოს ამიტომ ალბათ ჯობს რომ ცოტა ზოგადად ვისაუბრო ამ თემაზე თუმცა ბუნებრივია საკუთარი გამოცდილებით ცხადია
ტაბუ და ერთგვარი თქვა სტერეოტიპული დამოკიდებულება ჯერ კიდევ მძლავრია. არა მხოლოდ ჩვენთან, მთელ მსოფლიოში, თუმცა ჩვენთან განსაკუთრებით, იმიტომ რომ გვაქვს ძალიან არასახარბიელო ინერცია, რომელიც ინსტრუმენტულ ფსიქიატრიას გულისხმობს, რაც ამ დაშოში ბუნებრივია ძალიან პოპულარული იყო ინსტრუმენტულში გულისხმობს პოლიტიკური მოტივით ფსიქიატრიის გამოყენებას და რეალურად აი ამ სტერეოტიპების გაათმაგებას, ხო? ნუ შესაბამისი სახელებით მოხსენიებას, შესაბამისი პაციენტებით და ამ შემდეგ, რამაც ძალიან დიდი დაღი დაასვა ამ მიმართულებას და უამრავი ადამიანი ჩაკეტა საკუთარ თავში და რეალურად გზა მოუჭრა სპეციალისტებთან ურთიერთობის, იმიტომ რომ დღესაც კი ვთქვათ პოლიტიკურ მოწყელებაში და აქ მაინდა-მაინც მხარეს არ აქვს მნიშვნელობა, ძალიან ხშირად გავიგებთ, ხო, რომ მეორე ადამიანის დასაკნინებლად ვიღაც იყენებს, ეს არის ფსიქიატრის პაციენტი და ასე შემდეგ, რაც ძალიან ხშირი და მოდურია და რეალურად ლინგვისტური ვთქვათ ფორმულები ძალიან სერიოზულ გავლენას ახდენს ადამიანებზე, იმიტომ რომ მე აი ამ ღია საუბრის მერე მაქვს კონტაქტი უამრავ ადამიანთან. რა თქმა უნდა, ჩემი თუ შეიძლება ასე ითქვას, კომპეტენციის და უკიდურესად ვთქვათ, საზღვარდადებული, ვთქვათ, კომუნიკაციის ფარგლებში, იმიტომ რომ მე ექიმი არა ვარ, სამალს ვერ გამოვუწევ, ფსიქოთერაპიას ვერ ჩავდარ. თქვენს გამოცდილებას უზიარებთ. რა თქმა უნდა, ჩემს გამოცდილებაზე შეიძლება სადღაც გადავამისამართო რამდენიმე. საქმე ის გახლავთ, რომ აი ამ ლაპარაკებისას მე ვხედავ, რომ მათ აქვთ ძალიან დიდი შიში ამ ყველაფერზე საჯაროდ საუბარი. ოღონდ საჯაროდ საუბარი ხა მაინდა-მაინც არ გულისხმობს იმას, რომ ტელევიზორში ლაპარაკობს, მაგრამ არავის არ აქვს ამის ვალდებული. საჯაროდ საუბარში გულისხმება თუნდაც ოჯახის წევრებისთვის განდობა. თუნდაც თქვა შესაბამის თქვა სპეციალისტთან მისვლა, იმიტომ რომ მე მინახავს უამრავი ადამიანი, აქ არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, რომ მე რეგიონში ცხოვრობს და ასე შემდეგ და შემდეგ, რომელიც მეუბნება მწერს უпроსწორად და არა მინახავს, რომ აი სახში რომ ნუ ზარმაცობე, არ შენი გამოგონილი თავი ხელში აიყვანე, თავ შემოუძახ. ეს არის ძალიან მავნებელი და არასწორი, რა თქმა უნდა, რეფლექსია, რა თქმა უნდა, ნებელობა არის ძალიან მნიშვნელოვანი, მაგრამ არის რაღაც ეტაპი, როდესაც ეს ადამიანს უბრალოდ არ შეუძლია. იმიტომ რომ ეს არის ტიპური ბიოქიმიური დაავადება, ფსიქიკა და სხეული არის ერთმანეთთან გაჯაჭვული და შესაბამისად ჩვენი ვთქვათ შინაგანი ძალა, ნებელობა არის უძლური აი ამ შეძახილების ვთქვათ კვალდაკვალ, იმიტომ რომ წარმოუდგენელია აიყვანო საკუთარი თავი ხელში, იმდენად მძიმეა ის მაშინ თუ ვინმე არ გეხმარება. ამის მერე ბუნებრივია ცხადია მისვლა ფსიქიატრთან, ფსიქოთერაპევტთან ჭირს. რომ თან ჩვენთან ეს ევფემიზებული გახდა ეს პრობლემა ხა მესმის რომ ძალიან ბევრი შესანიშნავი ნევროლოგია ქვეყანაში, მაგრამ წესით ნევროლოგია არ მკურნალობს ამ მიმართულებით. აბსოლუტურად სხვა სფერო. უბრალოდ პაციენტების უმრავლესობა მიდის მათთან, იმიტომ რომ ნევროლოგი უფრო აი ამ საზოგადოებისთვის ჰუმანურად ჟღერს, ფსიქიატრი უფრო საშიში. და თითქოს აი ბრჭყალებში გიჟის სახელი ჯერ არ გადასულა ეგ მენტალიტეტი ამ. ამიტომაც რეალურად ხო ჩემი ცოდნაც კი მე თავს დიდად მცოდნე ადამიანად არ მივიჩნევ, მაგრამ რაღაცეები წამიკითხავს. იყო ძალიან მწირი მაშინ, როდესაც მე ეს ამბავი შემემთხო. ამგულისხმობ დიდ სტრესს, მე უკვე გენეტიკური მახასიათებლები ერთვება, სოციალური გენეტიკა თავის როლს ასრულებს და მეც დაბნეული ვიყავ საწყის ეტაპზე, იმიტომ რომ რამდენიმეგან მოვედი, არ მივყვებოდი მკურნალობას, არ ვიღებდი შესაბამი, იმიტომ რომ ნუ ნებელობა არ მქონდა, გადავდიოდი თქვა სხვა წამლიდან, სხვა წამალზე, სხვა რეცეპტიდან, სხვა რეცეპტებზე ნდობა არ მქონდა. არა, თვითნებურად ვერ გადავდიოდი, უბრალოდ ექიმებს ვიცვლიდი. ხშირად, იმიტომ რომ შედეგი არ მოდიოდა. ამაზეც ალბათ უნდა ვისაუბროთ, რომ სპეციფიკური მკურნალობა აქვს აი ამ ყველაფერს, იმიტომ რომ ანტიდეპრესანტები მკურნალობა გულისხმობს დროის აუცილებლობას. სეროტონინი უნდა აკუმულირდეს, უნდა დაამტყიოს ფსიქიატრმა ბუნებრივია შესაბამისი თქვათ მედიკამენტი, ეს SSRI ჯგუფი იქნება, SNRI ჯგუფის იქნება და მცირედოზით შემდეგ გაზრდა შემდეგ დაკრება იცით პროტოკოლია. იქნებურად, იმიტომ რომ ამაზეც მინდა მე მაგაზე გადავარ. მე მნიშვნელოვანი ნაწილია ჩემი პრობლემის, იმიტომ რომ თვითნებურ ნაწილს რაც შეეხება რახანაც ვთქვათ, ნუ მე ძალიან ბევრი რაღაც დავიმატე გზა და გზა ამ სტრესის მერე, ჩემი ვთქვათ კონკრეტული დიაგნოზი ცოტა ისე რთულად დასასმელია, იმიტომ რომ მერყეობს ობსესიურ კომპულსიურსა და ზღრულ აშლილობებს შორის. ხო, ეს ძალიან ჩაიშალა დღეს და ბევრი მიმართულება, თუმცა ფენომენოლოგიურად რაღაცებს გავს. იმდენად რთული იყო, რომ დამშვიდობა ძალიან მიჭირდა. ხო, ეს ობსესიურობა, ფიქრების რუმინაცია და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, ამიტომ ვეძებდი სწრაფ გამოსავალს და მე მანამდე არ მქონდა არავითარი
გამოცდილება არც ნარკოტიკებთან ურთიერთობით, არც მსგავს თქვათ თრობით თუ შეიძლება საშუალებებთან და არც ამ პერიოდში. უბრალოდ ამ პერიოდში რახანაც მცირე დოზით დამინიშნეს კონკრეტულ თქვათ მედიკამენტებს, ზოგად დასახელებებზე ვლაპარაკობ, ამ ტრანკვილიზატორები, ფსიქოტროპულები და შემდგარ ერთი და იგივე. დამინიშნეს მცირე დოზით, ცხადია, მე თვითონ ვაორმაგებდი ამ დოზას, ხო? მქონდა მაგალითად სიტყვაზე დრო, ხო, მალე დამთავრდა შედეგი და მაგის გამო. რეზისტენტულია. ეს არის ანტიდეპრესანტებში არ აგვერიოს, უბრალოდ ხშირად ერევათ ხოლმე ერთ და იგივე გონიათ. ხო და შესაბამისად იმის რახანაც იმას ვერ ველოდებოდი 5-6 კვირა ვთქვა ხო პარალელურად ჩემი ვთქვა აი ამ სულსწრაფობის გამო ვახმარდი აი ამ ყველაფერს ვждიდი ამ დოზებს და ამან კი გაათმაგა რა თქმა უნდა უარეს შედეგს და სირთულის მიმართულებით და ნუ მე დაახლოებით არა ზუსტად 3 წლის წინ კოლაფსურ მდგომარეობამდე მიმიყვანდა და კიდე რამდენიმე თვე გრძელდებოდა. ხო, რეალურად ეს სრულიად კოშმარული გამოცდილება. გარედან ეს არის უკიდურესად გაუგებარი მოცემული, იმიტომ რომ ადამიანი მეტნაკლებად მიუხედავად იმისა, რომ ფიზიკურადაც გვეთყობა, მაინც ზოგადი მახასიათებელი ჯანმრთელია, ხო, გეუბნებიან თავი არ გაწუხებს, ეს არ გაწუხებს, არავინ შენ არ მოკვდომია. ხო, არავინ შენ არ მოკვდომია, ეხლა რაღაცა ისეთია შეხედე იმას აჭირში იმან რა თქვას ეს ძალიან არასწორია, იმიტომ რომ სევდა მიზეზით არიზომება. ამ დაავადების დროს, ხო, ყველას აქვს სპეციფიკური საკუთარი მახასიათებელი, რომელიც მეორესთვის უნივერსალური ვერ იქნება. იმიტომ რომ ის რაც მაგალითად შენთვის არის პრობლემური და რაღაც ტრიგერის აღმძვრელი და თქვათ მე განმავითარებელი, შეიძლება შენთვის არაფერი არ იყოს და პირიქით. ამიტომ რეალურად მთავარი და ამიტომ დავდივარ ხოლმე ამგვარ ეთერებში უშურველად, იმიტომ რომ ვფიქრობ რომ ამაზე ლაპარაკი აუცილებელი არის ცნობადობის თუ შეიძლება ცნობიერების უბრალოდ ამაღლება ამ თვალსაზრისით, იმიტომ რომ რეალურად ჩვენ გვჭირდება რომ ადამიანებმა პირველ რიგში გაამხილონ. კიდე ერთხელ ვამბობ, არავითარი საჭიროება არ არის რომ ადამიანი ტელევიზორში დაჯდეს, ან თუნდაც სოციალურ ქსელში დადეს, თავის ოჯახის წევრს უთხრას, თავის მეგობარს უთხრას და სპეციალისტს მიმართოს, იმიტომ რომ ეს არის ჩვეულებრივი დაავადება, ხო, ეს რაღაცა გაუგებარი, თქვათ, ფორმულები და იდიომები, რომ დეპრესია არის ფუფუნება და რაღაცა არმაცების დაავადება და რაღაც 1000 სისულელე, ბუნებრივია ეს არაფერი ეს არმაცების პირველად გავიგე. 1000 რაღაცა უთხრა. მადლობა გიორგი დაუბრუნდით. თუმცა მიზეზები ახსენა ლენუკა. შენ აი როგორ დიდი მადლობა ეს თემაზე რომ გამიძახეთ, იმიტომ რომ ძალიან საინტერესოა. როგორ მიხვედი იმ დასკვნამდე რომ აი ეს დაგემართა და ეგ არის და ექიმამდე აი რომ სანამ მიხვედი აი ეს გზა მაინტერესებს. ექიმამდე სანამ მივედი, საერთოდ ეს ჩემთვის ძალიან უცხო იყო და აი ვერ ამოვსანი რა მჭირს ვერ მივხვდი. ანუ პირველად სადღაც ვიყავი 20 წლის 19-ის რომ უცბად ბათუმში ბულვარში ვიყავ და ხალხში ვერ გავაცნობიერე რა მჭირს, ანუ ვერ ვუხსნი ჩემ თავს, რომ ის კი არა რომ უბრალოდ ცუდად ხარ და ჩამოჯექი წყალი დაგია. იმდენად აი ეს თითქოს არარეალობის შეგრძნება. საერთოდ ვერ მივხვდი სად ვიყავი. რა მემართება, იმიტომ რომ ჩემთვის არანორმალურად უცხო რაღაცა ტიპი გაიჩნდა შიგნით. და აი ეს ხალხი რო არ სიამოვნებდა, აი როგონია კვტები, აი ეს პირველადი ჩემი აი შეტევა რაღაც ძალიან დარტყმა მქონდა. გული ამიჩქარდა, ჩემი დაქალის დედა იჯდა და მეთქი ერთი წუთი წამოვწვევით ხო. ხო, ყველაზე გამაგზა არ დამავიწყეს რა არის. რაზე საუბრობდი? ყველაზე ცუდი მომენტი რა არის? მე რა მაქვს. აი ეს პანიკური შეტევა, ასე ვთქვათ, როცა მეწყება, არ მიყვარს რომ ვიღაცას ვუთხარ რომ ვაიმე ცუდად ხარ. ეგრევე გავდივარ, ან აბაზანაში, ან ოთახში შევალ, რომ ჩემ თავთან მუშაობ. აი უფრო ცუდად ხვდები რომ ხალხში ვაიმე ცუდად ვარ და მეც ეს ყველა. ეს ძალიან ცუდი შეგრძნება. მეწყება ახსენე, ანუ ისევ გაწუხებს ეს. მაქვს ეხლაც შიგადაში უბრალოდ ექიმის თან ერთად, ანუ დანიშნულება მაქვს. ბევრი წლები ანუ დილის ანტიდეპრესანტს ვსვამ, მერე შუადღეს, იმიტომ რომ შარშა მქონდა რაღაცა არანორმალური
ესეთი აფეთქება იყო. ბოდიშ ეს შეკითხვა რა დავსვი უბრალოდ არა, მე ნახე გადაცემაში მოვედი, იმიტომ რომ ჯერ ეგერთიც მე ვთვლი აუცილებელია ეს აუცილებელია რა ვინმეს კი არა ვალდებულებ. მე ვთვლი რომ ეს ძალიან კარგია რომ ამაზე საჯარო სიცხვილი არ არის, მოდი შევთანხმდეთ. ჩვეულებრივი ამბავია რა. სიცხვილი სხვა რაღაცეები. კი, და მე ვფიქრობ ძალიან კარგია ამაზე რომ საჯაროდ ესე ვისაუბროთ, ვისაც პრობლემა გვაქვს. ვიღაცები არიან, რომ საერთოდ არ იციან და ეს ჭირთ და ჩუმად არიან, ჩაკეტილებიან და ვერ ამბობენ და რატო პირიქით, როდესაც ვსაუბრობ და როდესაც ვიძახი რომ ეს ესეა, ესე მქონდა, ის ვიღაცა ადამიანი დაუშვათ ტელევიზორში კი იყურებს და ჩაიჭერს, მეც მქონდა და ეგება მივმართო ეგებს. ეგება ესე გავაკეთებ. ხო, ის შეტევა რომ დამემართა, მე არაფერი, ნუ რაღაცა დამალევინა დედის ჩემი მეგობრის დედა, წალი მომწეს ისე და ნუ გადამიარა. აი მაკედან, აი ნახე რაღაცა კოდივით მოხდა ჩემ თავში, რომ აი ცუდად გახდომის მეშინია. და ამას ვერ ხსნით დღემდე. აი ადრე ვიყავი, რომ აი სულ გიჟინით დაუკვდი ექიმებში. ხო, აი უაზროდ მიყვარდა ექიმებში. ოღონდ მართლა არასოდეს არაფერი არ გჭირსო. ეს ნევროზი გაქვს. აი ნევროზი მაქვს რას ნიშნავს? ცუდად ავარ. ვერც ვთქავ, გული მიჩქარდება, ხალხში გავდივარ, ჰაერიან ყოფნის. ანუ მგონია რომ ვტები ხალხში ვერ გავდივარ, საქმეს ვერ ვაკეთებ. მეშლება ხელი და კაი რა, პანიკა ხარ და ეს მე ვთვლი რომ არასწორი მიდგომა. არ შეიძლება ადამიანს ესე მიუდგე და რაღაცა გიჟად ჩაქთვალოს. იმდენად მე ამან დამაკომპლექსა ერთი პერიოდი აი წლების მანძილზე სხვადასხვა 3-4 წელი ნიკუშე რომ გავაჩინე ხალხი ლაპარაკობდა რომ მე მგონი რაღაცა გაგიჟდა რაღაცა ამ პრობლემები აქვს და არა უბრალოდ მე არ მინდოდა ხალხთან კომუნიკაცია მივხვდი რომ მაგ დროს მე ცუდად ხვდებოდი და სახში აი ცოტა ბნელად გელს აი მან ვიპოვე სიმყუდროვე ასე ვთქვათ მერე უკვე დავიწყე ერთ ექიმთან, აი როგორც ახსნებ, ბევრ სხვადასხვა ექიმს ვეძებდი, მივედი, დავიწყებდი რაღაცა წამლებს მაძლევდნენ, ბალახებით დავიწყე. ფსიქიატრი ჯერ არა. იცი რა, აი რომ მითხრეს, აი ნახე ეგეც როგორი ის არასწორი ინფორმაცია მომაწოდეს, რომ არა ფსიქიატრი არ გჭირდება. გიჟი ხო არა ხარ და თურმე რას ნიშნავს გიჟი ხო არა? არასწორი მიდგომაა, რომ ნევროლოგთან მივიდე, გამჭყიბოს წამლებით და თურმე მე ფსიქიატრი გჭირდება, იმიტომ რომ სწორად ამიხსნას, იცი, ეს ესეა, საუბრის დროს ბევრ რაღაცას გადმოანთხევ, ასე ვთქვათ, იტყვი, დაიცლები და ის ადამიანი საპირისპიროდ რომ გიზის გეუბნება, რომ რაღაც გიხსნის და ან მიიღებ, ან არ მიიღებ. ეგეც არის. რომ მე ერთ-ერთ ფსიქიატრთან ვიყავი და მივხვდი, რომ აი არის ესეც რა, რა ვიცი თქვენ თუ გაქვთ გამოცილი, რომ მესაუბრებოდა, აი იცი როგორზე პირად ვიცოდი ყველაფერი, რასაც მესაუბრებოდა და ეს ჩემთვის ძალიან მარტივი იყო, ანუ ვერაფერი ვერ ვიგრძენი. ანუ მივხვდი რომ არ არის, ეს არ მომწონს. და მან დამთავრდა და მე ისევ გავაგრძელე მედიკამენტოზური მკურნალობა, მაგრამ ესეც აღარ მომწონს. ერთ რამეს დავამატებ. დამოკიდებულება, აი ეს არ მიყვარს რა. ხო, მაგრამ გიორგიმაც ახსენა რომ გრძელვადიანია. გრძელვადიანი არის ის ამბობს ეს მედიკამენტოზური და ასე შემდეგ ეს მედიკამენტები, ფსიქოლოგები, ფსიქიატრები, კოუჩები, ხა ეს ხო ძალიან მოდაშია და ასე ვთქვათ. ცოტა უხეშად ვამბობ, მოდაშიც არის, იმიტომ რომ 21 საუკუნეა და კიდე ერთხელ ვამბობ, აი ეს მარტო იმდენად რთულია და იმდენად ბევრ რაღაცას ვერ ხარშავს ტვინი, რომ არსებობს და ამან სხვადასხვა ამას კიდე კარგი მხარეც აქვს. მე მაგალითად პირადად ჩემ გამოცდილებას ვამბობ რა, იმის მერე რაც ბევრი ფსიქოლოგიისა ეს ყველაფერი, თუმცა ჩემ შემთხვევაში რაც ცოტა მოკლევადიანი იყო ეს ყველაფერი. მე თვითონვე ვისწავლე ამის მართვა. აი მარტივად რა, ანუ მარტივად, რასაც სხვადასხვა 9 წლის რო ვიყავი ქალბატონი ბაბულა ნიკოლაიშვილი, ჯერ კიდევ 9 წლის რო ვიყავი, იოგით და სუნთქვით და ჩვენ ვიცით ეს რას ნიშნავს, რამხელა ძალა აქვს სუნთქვას და სუნთქვის მართვას, ჩვეულებრივად არსებობს მილიარდნაირი მედიტაცია, რასაც შეგიძლია მოусმინო. ნუ მე ყოველ შემთხვევაში ყველაზე მეტად ეს მშველის, იმიტომ რომ ნებისმიერი ფსიქოლოგი, ალბათ ვისთანაც არ უნდა მიხვიდე და ძალიან დიდი ბოდიში ყველასთან ამის სერიოზული ჩემი აზრით ამ ქვეყანაში დანაკლისიც გვაქვს, რომ სწორ შეიძლება იყოს მაგარი ფსიქოლოგი, მაგრამ შენთან ისე როგორც მოძღვართან ფსიქოლოგი ყველა სწორთან უნდა მიხვიდე და ისიც მოკლევადია. აი რას ნიშნავს სწორი ფსიქოლოგი? აი შენ
ხო, მაგას ახლა ფსიქოლოგისგან გავიგე. აი ეს რეალურად ალბათ ვარ გეხმარება, რომ მაინც შენ თავზე უნდა იმუშაო ჩემი აზრით, იმიტომ რომ ნებისმიერ ფსიქოლოგი მაინც მაგას გეტყვის რა ალბათ. ხო, თუმცა აუცილებელია რომ მივიდეთ ახლა. ეს არ გამოვივიდეს რომ ჩვენ თავთან იმუშაოთ. არა, უნდა მივმართო. მივიდეთ და მივაკითხოთ სპეციალისტს. კითხვა მაქვს სპეციალისტთან ახლა. დადგა თქვენი დრო. ძალიან ინტერესით გისმენდათ ყველას და აი მე მაგათაც ახლა გადაცემის დასაწყისში ვთქვი რომ ჩემი პრობლემა როცა მივხვდი იმასაც მივხვდი არ ვიცი სწორად მივხვდი თუ არა ალბათ კი რომ ფსიქოლოგის ეტაპი გამომრჩა რა არის სწორი პირველი ფსიქოლოგთან მისვლა ფსიქიატრთან მისვლა ვის უნდა მიმართოთ ხო ფსიქოთერაპევტი გამომრჩა რომელიც ფსიქოთერაპევტი რა ნაბიჯები უნდა გავიაროთ რა უფრო მართებულია თუ ძალიან ინდივიდუალურია ეს ყველაფერი სხვადასხვა გზა ჭირდება პირველ რიგში მოგესალმებით მივესალმები მაყურებელს მადლობა ამ თემაზე რომ საუბრობთ მართლაც როგორც მე აქ წარდგენილი ვარ როგორც ფსიქოლოგი მაგრამ ვარ ფსიქოთერაპევტი აქ არის განსხვავებები ანუ ფსიქოლოგს ამ კითხვაზე პასუხს გაგცემთ აქედან დავიწყებ ხო არსებობს სერიოზული პრობლემა ადამიანებმა მართლაც არიციან ვის უნდა მიმართონ და არიციან რა განსხვავებაა საერთოდ რას ნიშნავს ფსიქოლოგი რას ნიშნავს ფსიქოკონსულტანტი რას ნიშნავს ფსიქოთერაპევტი რას ნიშნავს ფსიქიატრი რას ნიშნავს ნევროპათოლოგი და ასე შემდეგ გიორგი თქვენ ძალიან სწორად აღნიშნეთ ძალიან ხშირად მიმართავენ ხოლმე ნევროპათოლოგებს რაც არ არის სწორი იმიტომ რომ მსგავსი ჩვენ ახლა შფოთვით და პანიკურაშლობაზე ვსაუბრობთ მაგრამ მსგავსი დიაგნოზების მართვა თუ უფრო სამედიცინო მიმართულებას უყურებთ ეს არის ფსიქიატრის კომპეტენცია ფსიქიატრის და ფსიქოთერაპევტის ფსიქოლოგი ფსიქოკონსულტანტი ამ სიტუაციაში აბსოლუტურად ვერ იქნება ანუ მე ვსაუბრობ ნახეთ ადამიანებმა კითხვების დასმა უნდა ვისწავლოთ ამას მრავლობითში ვამბობ იმიტომ რომ მეც მეხება ხო მე რაღაც ნაწილში გამიმართლა ხა თქვენ გამოცდილებაზე საუბრობთ მე პირადად პანიკური შეტევა არ მქონია თუმცა შფოთვა არის ჩემი სიმპტომი მე შფოთვა მემატება მაშინ როდესაც ვიცი რომ რაღაცა ემოციებს ვიკავებ ვერ ვაცნობიერებ ამას რატო ვამბობ ანუ ნებისმიერი და განსაკუთრებით შფოთვითი აშლილობის და პანიკური შეტევების მიღმა ხო ყოველთვის ის რაც ყველას გვაერთიანებს არის შეკავებული გაუცნობიერებელი ემოციები რომელსაც ის კი არა როგორ გაუმკლავდეს საერთოდ ადამიანმა არც კი იცის რომ ამის მიღმა დგას შეკავებული გაუცნობიერებელი ემოციები ადამიანები ვართ ბიოფსიქოსოციალური არსებები. ნებისმიერ დროს ეხაც მე რომ ვსაუბრობ, სხეულში დადის ენერგია, ადრენალინი მოძრაობს და შეიძლება მქონდეს შფოთვა. ამ შფოთვის მიღმა არის რეალურად ემოცია. ემოციას როცა უგრძნობთ და განვიცდით, სისხლძარღვებში გამოიყოფა დიდი რაოდენობით ადრენალინი და წარმოიდგინეთ, რა შეიძლება დაგვემართოს, როდესაც მუდმივად წლების განმავლობაში ემოციებს, ანუ აი ამ ადრენალინს ენერგიას ვიკავებთ. ამისი გაგრძელება არის შფოთვა, პანიკური შეტევა, დეპრესია, ეს უკვე ინდივიდუალურია ვისთან რომელი დიაგნოზი მოდის. პანიკური შეტევა როცა გვემართება ადამიანებს, ხო და მე რას ვამბობ, რომ გამიმართლა უბრალოდ იმიტომ რომ 35 წლის ვარ და ძალიან დიდი ხანია, არ ვიცი, ამ პროფესიაში ვარ და ძალიან დიდი ხანია პირად თერაპიაში ვარ, თორემ ნუ ძალიან დიდი ალბათობით, ანუ არც მე არ ვარ დაზღვეული, ხო, ანუ შეიძლებოდა რომ მქონოდა პანიკური შეტევა. ზღვარზე გამივლია, როცა იყო ჩემ ცხოვრებაში ძალიან ისეთი მწვავე სტრესული პერიოდი და ამასთან შეიძლება ხევღაცამ თქვას რომ ფსიქოთერაპევტსაც თუ იგივე პრობლემა აქვს ეს არ არის სწორი დამოკიდებულება პირიქით ეს არის ჩემთვის რესურსი რა თქმა უნდა კი მე ვიცი რომ ყველას თავისი ყავს ფსიქოთერაპევტს აუცილებლად უნდა ყავდეს და ადამიანებმა უნდა დასვან კითხვები ვიდრე მივლენ აი თქვენც ახსენეთ ხო ნამდვილად არის პრობლემა იმისთვის რომ განათლება უნდა იკითხონ კომპეტენცია უნდა იკითხონ უნდა შეაფასონ კითხვების დასმის არ უნდა გვერიდებოდეს უნდა იკითხონ ყავთ თუ არა თავისი პირადი ფსიქოთერაპევტი და აქვს თუ არა თავისი პირადი სუპერვიზია. ანუ ფსიქოთერაპევტი ეს არის ფსიქოქირურგია. მე შეიძლება სკალპელით არ ვდგავარ კაბინეტში, მაგრამ სიტყვებით მუშაობ, თუმცა ამ სიტყვას ტონს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. თქვენ რაც თქვით, ადამიანი ამ დროში ძალიან ჩვეულებრივ შეიძლება იყოს სასწორკვეთილ მდგომარეობაში და როგორც წესი ამით მოდიან ხოლმე, შფოთვა და პანიკური შეტევები, არც სტატისტიკას რო გადავალოთ, ძალიან მომატებულია განსაკუთრებით პანდემიის დროს, იმიტომ რომ თვითონ შფოთვა არის ისეთი ემოცია, რომელსაც ჭირდება ინფორმაცია. ანუ შფოთვას ადამიანი იწყებს, როდესაც რაღაცა არ იცის.
ამ დროს ძლიერდება შფოთვა, მე და ეს პანიკურ შეტევაშიც გადადის, იმიტომ რომ ეს იგი მე მარტივად ვამბობ, ხო, რომ ძალიან გასაგები იყოს, იმდენი ემოცია შევიკავე, იმდენი რამე ვერ გავაცნობიერე საკუთარ თავზე და ეს არის ქრონიკული სტრესი, რომელიც წლების განმავლობაში ყველას გვაქვს ჩვენი, ხო? გვიგროვდება, მერე პიკს აღწევს, შეიძლება უცებ არაფერი განსაკუთრებული, შეიძლება საერთოდ არ ხდებოდეს კატასტროფა ადამიანის ცხოვრებაში, მაგრამ არის ტრიგერი, რომელიც ასე გადავსებული, სხეული არის გადავსებული აი ამ ემოციური მდგომარეობით, ბოლოწვეთა დემატება, რომელიც იწვევს აი ამ მოზღვავებულ ტალღას, ემოციების და შეგრძნებების და ამ დროს ძალიან მოულოდნელად შეიძლება მოდიოდეს პანიკური შეტევა. რომელიც რა თქმა უნდა არის შიში, თქვენ ახსენეთ რომ მე ეშინიათ, ამ მდგომარეობის ეშინიათ, იმიტომ რომ ვერ ხვდებიან საიდან მოდის და მე შიში კი პანიკური შეტევის შიში ნამდვილად ვითარდება. პანიკის პანიკა. ხო, პანიკის პანიკა, იმიტომ რომ არ იცის ადამიანმა რა ჭირს, რა ემართება. დამოუკიდებლად ამ მდგომარეობასთან გამკლავება რეალურად რთულია. არის ხოლმე შემთხვევები, რომ მედიკამენტები აუცილებელია, თუმცა თუ ჩემი აზრით აუცილებლად ფსიქოთერაპევტი კომპეტენტური შესაძლებელია რომ ძალიან კარგი მიმართულება მისცეს, იმიტომ რომ ყოველთვის მედიკამენტები არ არის საჭირო. ზოგჯერ აუცილებელია. თუ მედიკამენტები დანიშნული იქ აუცილებლად ესე იგი ფსიქიატრიის საჭირო, ფსიქოთერაპიის საჭირო, ფსიქოთერაპიის ოღონდ ანუ საჭირო ფსიქოთერაპია. რატო? იმიტომ რომ გრძელვადიან პერსპექტივაში მახსენეთ მედიკამენტებზე დამოკიდებულება, ხო? ეს ნამდვილად არის ბიოქიმიური პროცესი და შეიძლება გვჭირდებოდეს კონკრეტული მედიკამენტოზური დახმარება, მაგრამ ეს არის აბსოლუტურად მართვადი მდგომარეობა და ფსიქოთერაპიის დროს ადამიანები სწავლობენ და ფსიქოთერაპევტის კომპეტენცია ზუსტად ეს არის, რომ მე უნდა ვასწავლო, ჯერ უნდა გავიგოთ საერთოდ რატომ მოვიდა პანიკური შეტევა, ან თუნდაც დეპრესიული ეპიზოდი ადამიანის ცხოვრებაში, ხო? ჩვენ გვაქვს პატერნები, ანუ უნდა ისწავლოს როგორ იკავებს ემოციებს, იმიტომ რომ ამას ჩვენ არავინ არ გვასწავლის, ეს ცოტა კულტურის პრობლემაც არის, ანუ ფსიქოლოგიური პრობლემები კულტურაზე ძალიან დიდწილად არის დამოკიდებული და ჩვენ კულტურაში უფრო მეტად სულ არის წახალისებული, შეიკავე, არის ტირო, სირცხვილია, არ შეიძლება, არ გაბრაზდე და ეს არის მუდმივი ენერგიის შეკავების პროცესი, რომელიც ჯერ კიდე ადრეული ბავშვობის პერიოდიდან. ანუ ეს ემოციები კაია რომ გამოუშვა, რაც მე არ მახასიათებს. უნდა დავიწყო ჟღნავილი. სხეულის იქით არსად არ მიდის. ხო. სხეულის იქით არსად არ მიდის. რა ის შეკავებასთან დაკავშირებით ემოციის. აი ხა ჩემი მთელი ოჯახი ხა ყველა მიცისეს ჩვეულებრივ გიჟების ოჯახს არაფერს არ ვიკავებთ საყვარელი ანუ არ ვიკავებთ რას გულისხმობ რა აი შეკავებაში რას გულისხმობ მე ხა ძალიან ემოციური ადამიანი ვარ ნებისმიერ აი როგორ არის რა გამოხატავ ამ ემოციებს ხა გამიგია მაგრამ არ ვიცი რამდენად საქართველოს anger management-ს რო ეძახიან მაგალითად ხო სიბრაზიც მისა რაღაცა ეგ რქვია მართვა საც ყველანაირი ის არის რა ქვია ასპექტია რასაც ამერიკაში და ნებისმიერ ქვეყანაში მკურნალობენ აქ არ ვიცი ყოველ შემთხვევაში anger management მე მგონი საქართველოში ძალიან გვჭირდება ეგ აი ზუსტად მაგის მართვა ოღონდ ნახეთ როგორ არის აი ეს შეკავება აი ეგ კითხვა მაქვს მაინტერესებს რა აი მე მაგალითად პირადად იმდენად ემოციური ადამიანი ვარ რომ ყველაფერს მგონია რომ გარეთ უშვებ მაგრამ მგონია რომ თქვათ ეგრეც არ არის რომ არ შეიძლება ხა გიჟი ხო არ ყველაფერი გარეთ გამოუშვა ხო არ დაგეწესები ხო იმიტომ რომ მე ვიცი ხა ლენუკაც ან რეალურად ჩემს ირგვლივ აქ ადამიანები ვინც არიან ვართ ემოციურები და ზოგადად ქართველები ვართ ემოციურები აი რა სად არის ეს საზღვარი რომელ ემოციებზეა ლაპარაკი რომელი უნდა გამოვუშვათ და თქვათ რომელი არ გამოვუშვათ სიტყვაზე რაღაცა ის კარგი კითხვაა მადლობა ზღვარი სად გადის ამის დაჭერა არ არის ადვილი, თუმცა შესაძლებელია. მე მჯერა რომ ხართ ემოციური ადამიანი, თუმცა შეუძლებელია რომ ყველა ემოციას აქ გამოხატვაზეც იმდენად კი არ არის, ანუ ყველაზე მთავარი არის რა რომ მე თვითონ ვაცნობიერებდე და ჩემს გრძნობას, ჩემივე თავში არსებობის უფლებას ვაძლევდე. იმიტომ რომ ძალიან, ანუ ყოველდღიურ ცხოვრებაში იმდენად ეს დაცვის მექანიზმები არის, რომელიც ავტომატურად აქტიურდება და გვიბლოკავს ემოციას. ანუ მეც კი რომელსაც შეიძლება რომ თავისუფლებას მიცე ვიტყვით, ცოტა მეტი პრეტენზია მქონდეს, რომ საკმაოდ კარგად ვიცნობ საკუთარ თავს, მეც მეპარება, იმიტომ რომ შეუძლებელია, ხო, ანუ ყოველთვის ყველაფერს ვერ გამოვხატავთ. თერაპიაში ადამიანები სწავლობენ საკუთარ თავთან ურთიერთობას პირველ რიგში. მე შეიძლება ვიღაცაზე გავბრაზდე, ყველაზე სხვათა შორის დიდი ადრენალინის მატარებელი ენერგია ეს არის ბრაზი. ზოგადად აგრესიული ენერგია, იმიტომ რომ აგრესიული ენერგია ეს არის სასიცოცხლო ენერგია. აი ეს ცუდი არ არის, ადამიანს გქონდეთ, რომ ცუდია არ შეიძლება. და წარმოიდგინეთ, ანუ ამ სასიცოცხლო ენერგიას როცა ვიკავებთ, როგორ მოდის, იცით, ანუ
აი ამ ემოციების შეკავებაში ვხარჯავთ სასიცოცხლო ენერგიას, ანუ მე რო ეხლა შეიძლება ძალიან უღალატ და მინდა რომ გავაკონტროლო საკუთარი თავი, ჩემი სასიცოცხლო ენერგია მეხარჯება, რომელიც უკვე მინდის ემოციის გაკონტროლებაში და როცა ქრონიკულად ვაკონტროლებ, არ გამოვხატავ, იმდენად მელევა სასიცოცხლო ენერგია, რომ მაგალითად მე მოდის დეპრესიული მდგომარეობა. როდესაც ადამიანს სასიცოცხლო ენერგია აღარ აქვს, ანუ იმდენად გააკონტროლა თავისი ემოციები, რომ ვეღარ ფუნქციონირებს ყოველდღიურ ცხოვრებაში. ამას გარდა, მაინც, ანუ არსებობს კონსტრუქციული, ხო მივცემ თავისუფლებას და ვიტყვი, რომ თუ მგონია რომ გამოვხატავ ემოციებს, მაგრამ მაინც მაქვს მომატებული შფოთვა, მომატებული პანიკური შეტევა, მომატებული არა ზოგადად პანიკური შეტევა, მაინც სავარაუდო არის რომ ეს არ არის ის მდგომარეობა, ეს არ არის ემოციების გამოხატვის ის, როგორ თქვა, არ არის საკმარისი, მარტივად რომ თქვა. რაღაც არის რაც გვეპარება ადამიანებს, იმიტომ რომ შეუძლებელი, ანუ ეს პროფესია არსებობს, იმიტომ რომ, არ ვიცი, არის რაღაცები, რაც პროფესიული ცოდნის გარეშე, როგორც ნებისმიერ სხვა პროფესიაში, არ ვიცით ადამიანებმა, ხო? კი, და ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც არის, რომ საკუთარ თავთან ურთიერთობაში მე ვიცოდე ჩემი ემოციების ენა. მე ვიცოდე რა მწყინს, რა მიხარია, რა მაბრაზებს, საერთოდ რითი ვცხოვრობ, რა არის ჩემი წამყვანი ემოცია, როგორ უნდა გამოვხატო. გვეშინია მრავლობითში ვამბობ უმეტესობა ადამიანებს ემოციები, სიმართლის თქმის გვეშინია. განსაკუთრებით ეგრეთ წოდებული ნეგატიური ემოციები, ხო, იმიტომ რომ რას იფიქრებენ, არ მინდა რომ ვაწყენინო, სწორად გამიგებენ თუ რა, კრიტიკა ძალიან ბევრია და ურთიერთობები იმდენად ინტიმურია ზოგადად, რომ იქ არ არის ადვილი, რომ მე საკუთარი თავი თუ მაქვს რამე სიმპტომი, საშიში არ არის, ესე იგი ჩემი სიმპტომი მოვნება, რომ მე რაღაცას არასწორად ვაკეთებ, ანუ სადღაც ურთიერთობებში და შეიძლება პირველ რიგში საკუთარ თავთან ვერ გამოვხატავ ჩემ თავს რთულად, იმიტომ რომ იმდენად ინტიმურია და ეს ემოციებთან კონტაქტი იმდენად ესეთი არ ვიცი როგორ ავხსნა რა ადამიანი არის, აი ეგეთი არსებები ვართ, ანუ სულ გრძნობაში ვარ, სულ ემოციაში ვარ და წლების განმავლობაში რომ ბლოკავ, არ გამოვხატავ, იმიტომ რომ არ ვიცი, გროვდება. და რო გროვდება ის მე ჩვენი სხეულის იქით არსად არ მიდის, იმიტომ რომ კუნთში კავდება. ხო. პირდაპირ მნიშვნელობით მიდის კავდება კუნთში რატომ? იმიტომ რომ ამ ენერგიას მუდმივად ჭირდება მოძრაობა, ემოცია როცა აღმოცენდება სხეულიდან შიგნით გარეთ უნდა გამოვიდეს, ან ფიზიკურად, ან ვერბალურად, ხო, ანუ ვერბალიზებაც კი არიციან ადამიანებმა, როგორ უნდა გამოვხატო ჩემი ემოცია. თან დაგროვილი და შეკავებული, რომ მე ცოტა აფექტურები ხდებით ადამიანები და აი მისწრებს ემოცია წინ, შეიძლება ვაწყენინო ვიღაცას, კონსტრუქციულად გამოხატვა არის ძალიან მნიშვნელოვანი, თუ არა ჩერდება, არის კუნთში, არის შეკავებულ მდგომარეობაში, ამის პრესიმპტომები არსებობს, ეს შეიძლება იყოს ქრონიკული გადაღლილობა, ძილის დარღვევა, თავის ტკივილები, სხვათა შორის ისეთი შფოთვა, რომელიც აი მე მგონი თქვენ ახსენეთ, აღარ მინდა გარეთ ხალხში არ მინდა ტრიგერები არიან. მე არ გამოვიწყდეს, აი კუნთში შეკავებული ემოცია რაც თქვით, მე რას იწვევს, რა სად მიდის, რა შეიძლება, სადამდე შეიძლება მივიდეს. აი ეს არის ერთ-ერთი სადამდე შეიძლება მიდეს, ეს არის პანიკური შეტევა, შფოთვითი აშლილობა, ვიღაცას ნაკლებად აქვს ფსიქოლოგიური სიმპტომატიკა გამოხატული და ფსიქოსომატური დაავადებების უდიდესი ნაწილი არის ფსიქოსომატური. ეს შეკავებული ენერგია ასუსტებს პირობითად ყველას გვაქვს ხო ჩვენი გენეტიკური განპირობებულობიდან გამომდინარე რაღაცა ანუ ორგანული დაზიანებები შეიძლება გამოიწვიოს, იმიტომ რომ კუნთი საკმაოდ დიდი მასაა ხო სხეულის და ეს არის ენერგია სისხლძარღვები ვიწროვდება, როცა ჩვენ ემოციას ვიკავებთ, ჟანგბადის მოძრაობა აღარ ხდება, შევიწროებულია, აი სტრესის დროს დაკვირვები ხართ, ხო, კავდება, სუნთქვა ხდება ზედაპირული. ჩემი ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემა. და აი ამ დროს უკვე ემოციის შეკავება ხდება და ეს ადრენალინი, რომელიც წარმოიქმნა, იმიტომ რომ ვრიაგირებ რაღაცაზე, ამ დროს ბავშვები რო ტირია, ხო, ეს გაჩერდი, დაწყნარდი, და ამ დროს ბავშვი რო ტირის არის, ხო, მაგის პირიქით გამოხატავს და ამ დროს ზრდასრული მიდის და გაჩერდი, დაწყნარდი, ამ დროს ავტომატურად ისწავლობს სუნთქვის შეკავებას, სუნთქვა ხდება ზედაპირული, ფიზიოლოგიური პროცესი ემოციის შეკავების უკვე გაშვებულია, სისხლძარღვები იწყებს შევიწროებას, ჟანგბადი აღარ მოძრაობს, შესაბამისად ენერგია იჭედება კუნთში და გროვდება, ილექება, ამიტომ სუნთქვაც იყო ნახსენები, სუნთქვას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, თუმცა ესეც თვლი, ანუ როდესაც მწვავებ თქვა შფოთვითი აშლილობა,
მედიტაცია იყო ნახსენები, ხო, რესურსი არ აქვს ადამიანს რომ გააკეთოს. ანუ რა თქმა უნდა, აბსოლუტურად არანაირი რესურსი თუ მწვავე მდგომარეობაზე საუბრობთ. კეთის რასაც უსმენთ, ერთ-ერთი მადლობა და კიდევ ბევრ მადლობას გეტყვით, რომ დავასრულებთ გადაცემას, რომ ასეთ ჩვენთვის გასაგებენაზე ხსნით. და ძალიან სასიამოვნო თუნდა აღნიშნავს მესია მოვისმენი ახლა კეთისგან და მოვისმენთ. აქედან გამომდინარე მინდა დავსვა კითხვა, მაგალითად აი პირობითად გიორგი. აი ხო კეთიმ რაც თქვა, ხო თქვენი გამოცდილების დროს რა რეჟიმი, ან როგორი ფორმის რეჟიმით დაალაგდა ეს ყველაფერი საკუთარ თავში. ეს იყო ძილის მოწესრიგება, კვების მოწესრიგება თუ მართვა ემოციის. ციფრა ეს მახასიათებლები, რასაც თქვენ ხას უსვამთ და საუბრობთ, არის უკიდურესად მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ აღინიშნა, რომ ადამიანი არის ბიოქიმიური არსება, რომელიც თავისი, ვთქვათ, მოცემულობით არის განფენილი, ვთქვათ, ფსიქოსოციალურ ველში, რაც ძალიან დიდ გავლენას ახდენს და მათ შორის ამ ველის ნაწილი გარკვეულწილად არის რეჟიმი, ხო, ეს სტოიკოსებიდან მოყოლებული დღემდე 1000 თეორიის, ვთქვათ, განმახორციელებელი ხალხი გვახსოვს, რომლებსაც ჰქონდათ სულ იგივე, ვთქვათ, აღმოსავლურ ფილოსოფიაშიც და ამ შემდეგ და ამ შემდეგ, რომელიც შეიძლება კლასიკური ფსიქიატრიის ნაწილი არ არის, მაგრამ არსებობს, ვთქვათ, ბევრი ხედვა ამ ყველაფრის გამოყენების და გარკვეულწილად გათვალისწინების. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ძილს, იმიტომ რომ მაგალითად აი გერმანული ფსიქიატრიის, თანამედროვე ფსიქიატრიის სახელმძღვანელოებში პირველი რაც წერია, ეს არის მოწესრიგებული ძილი, რომელიც მაგალითად ჩემი ტიპის ადამიანისთვის, ანუ ობსესიური ადამიანისთვის არის უკიდურესად მნიშვნელოვანი. ამავდროულად ცხადია ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს კვების რეჟიმს, ზოგად რეჟიმს ცხოვრების ფიზიკურ ჩართულობას, ბუნებრივია, რომელიც შეიძლება რაღაც ტიპის ვარჯიშებს გულისხმობდეს. რა თქმა უნდა, არის ეტაპი და მე აბსოლუტურად ვეთანხმები, რომელიც აი ამ ყველაფერს სრულად ამაოს ხდის. ცხადია, პირიქით გამაღიზიანებელი ხდება, ვთქვათ, პაციენტისთვის, ადექი და ივარჯიშე და სლენგით, რო ვთქვათ, მოიხოდე ახლა და შემდეგ აბსოლუტური, ვთქვათ, თუ შეიძლება ასე ითქვას, ამაო გარჯა და შეცდომა, მაგრამ რაღაც ეტაპის მერე ჩემს მიერ ჩამოთვლილი სხვა დანარჩენი ადამიანები, მათ შორის სუნთქვის, ვთქვათ, რეგულაციები და შემდეგ უკიდურესად მნიშვნელოვანი. პრევენციული აზრითაც და გაუმჯობესების თვალსაზრისითაც, იმიტომ რომ სანამ შენ გარკვეულწილად საკუთარი თავს, როგორც ცხოვრების რეჟიმის ნაწილს არ დაინახავ, ბუნებრივია ეს ყველაფერი გართულდება. ჩემს კონკრეტულ შემთხვევაში ეს ერთგვარად თუ შეიძლება ასე ითქვა, საფეხურეობრივი ამბავი აღმოჩნდა. პირველ რიგში იყო ცხადია ფსიქიატრიის ჩართულობა, ნაწილობრივ იყო ფსიქოთერაპიაც და მას შემდეგ რაც მე ვთქვათ უკიდურესად კრიზისული ფაზა გადავლახე, რომელიც აღმავალი თუ შეიძლება ასე ითქვას, კიბის, ვთქვათ, ერთგვარი ნაწილი იყო და მე უკვე დაბლა დაშვება დავიწყე, კარგი გაგებით დაბლა დაშვება დავიწყე, ჩემთვის მაგალითად როგორც სოციალურად აქტიური ადამიანისთვის ძალიან მნიშვნელოვანი აღმოჩნდა ჩართულობა სოციალურ ცხოვრებაში, დაბრუნება სოციალურ ცხოვრებაში, როდესაც ტვინმა დაიწყო მანამდე წელიწადნახევრის განმავლობაში მკვეთრად დამახსოვრებული მოდელების გადამახსოვრება. ჩვენ ვიცით, რომ ნეირონებს უკავშირდება სინაფსები, ეს ქმნის გარკვეულ წესრიგს, რომელიც გარკვეულწილადვე ბუნებრივია, მერე არის დამახსოვრების რეჟიმით წარმოდგენილი და ჩვენ ვიმეორებთ ჩვენს ცუდად ყოფნას, იმიტომ რომ ტვინს ეს დამახსოვრებული აქვს, თუ მასთან დაკავშირებით, ვთქვათ, არ მოხდა შესაბამისი ჩარევა ფსიქიატრიის, ფსიქოთერაპიის და ამ შემდეგ და იქ ბევრი განხრაა, ხო, ჩვენ ხა ფსიქოთერაპიას არ განვიხილავთ როგორც ერთ ზოგად მოცემულობას, ხო, არის CBT, ანუ cognitive-behavioral მიდგომა, არის გეშტალტი, არის ფსიქოანალიზი, არის დიალექტიკა, არის ვთქვათ, კიდე სხვა 1000 მიმდინარეობა, საკუთრივ ვთქვათ, ფსიქოანალიზზე დაფუძნებული მერე რაიხის სკოლა, რომელიც სხეულებრივი პრაქტიკების ჩართვას გულისხმობს, და ბევრი რაღაცა, ხო? ჩემს შემთხვევაში ეს კომბინაციური აღმოჩნდა, მაგრამ განსაზღვრელი როლი უკვე გამოსვლის დროს, როდესაც ვთქვათ, მე უკიდურესად კრიზისული ფაზა დავძლიე. აღმოჩნდა გარკვეულწილად სოციალურ ცხოვრებაში ჩართულობა, იმიტომ რომ ძალიან დიდმა აქტიურობამ უკვე მე შემეძლო ეს ოღონდ. რაღაც პერიოდი იყო აბსოლუტურად კოლაფსური, სადაც თეორიული შანსი არ მქონდა ამის, არათუ პრაქტიკული.
ხო? რეალურად უკვე ტვინი დაუბრუნდა იმ მოდელებს, რომელთაც ის მანამდე ცხოვრობდა, ხო? მაგალითად, რა ვიცი, სადღაც მისვლა სტუდიაში, ლაპარაკი და ასე შემდეგ და ასე. ამიტომაც რეალურად ეს არის უკიდურესად ინდივიდუალური ამბავი, ნიუანსური თვალსაზრისით, მაგრამ ზოგადი პრაქტიკის აზრით, რა თქმა უნდა, არსებობს აპრობირებული მოდელები, რაზეც ისაუბრეს, ხო? ნუ რიგ შემთხვევაში ეს არის მხოლოდ ფსიქოთერაპიის ჩართულობა, რიგ შემთხვევაში ეს შეიძლება იმდენად მსუბუქი ან დროებითი მახასიათებელი იყოს, რომ მართლაც ავტოთერაპიით გამოძვრეთ, რიგ შემთხვევაში ეს არის კომბინაციური მკურნალობა და უკიდურესად რიგ შემთხვევაში ბუნებრივია ეს არის მერე უკვე მათ შორის სტაციონარული მკურნალობაც, იმიტომ რომ მოგეხსენებათ, რომ ამ თვალსაზრისით ესეც ცუდი ინერციის ნაწილია და ჩვენ არ გვაქვს ამ თვალსაზრისით დიდი ცოდნა, არსებობს ორი უკიდურესად განსხვავებული მიმართულება, ხო? ერთი არის ფსიქოზური სპექტრი, რომელიც შიზოფრენია და შემდეგ როდესაც პაციენტს არ აქვს კრიტიკა საკუთარი მდგომარეობის და მეორე არის სპექტრი, რომელზეც ჩვენ დღეს ვსაუბრობთ, ხო? ჩვენ რასაც ვაცნობიერებთ, განვიცდით, მაგრამ ვერ გაურბივართ, ხო? ნუ შფოთვითი აშლილობების ბევრი ფორმა, დეპრესიები და ასე შემდეგ. ამიტომაც რეალურად ბუნებრივია თავარი ამბავი არის აი ამ ყველაფრის მერე ნებელობა, სწორი ცოდნა და მერე უკვე საკუთარი გრაფიკის გამოძებნა. აი ხა გრაფიკზე ვილაპარაკეთ, რეჟიმებზეც ასე შემდეგ, ისევ შენთან მინდა რა კითხვა დავსვა, პრინციპში ყველასთან კეთის გარდა ალბათ. აი ხა ჩემ შემთხვევაში მეგობარის რჩევით მივედი ფსიქიატრთან, რომელიც არაჩვეულებრივი აღმოჩნდა და არის სუპერპროფესიონალი და ძალიან მიშველა ამ ყველაფერმა და მადლობა გიორგის ამისთვის. როგორ მივაგნოთ სწორ სპეციალისტს? ვიცით რა არის, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე რთული ნაწილი აი ამ მოცემულობის არა მხოლოდ ჩვენი ტიპის ქვეყანაში მინდა გითხრათ, იმიტომ რომ მე მქონდა გამოცდილება საზღვარგარეთაც, ერთი რომ მიდგომები არის ძალიან განსხვავებული, მაგალითად ამერიკის შეერთებულ შტატებში სრულიად სხვა მიდგომაა, მაგალითად ვთქვათ გერმანიაში, ავსტრიაში და ვთქვათ სკანდინავიის ქვეყნებში ძალიან განსხვავებული მიდგომები და ასე შემდეგ და ასე. ერთი ამბავი არის ის, რომ რეალურად ფსიქიატრი და ფსიქოთერაპევტი უკიდურესად განსხვავდება ერთმანეთისგან, იმიტომ რომ ფსიქიატრთან შენ ლაპარაკობ იმაზე, რაც არის მიზეზი, ფსიქიატრთან დიდწილად ლაპარაკობ იმაზე, რაც არის შედეგი, ხო? და მან უნდა ვთქვათ მედიკამენტური მკურნალობით ამ შედეგის ფონი მოხსნას. კი ბატონო. გამოცდილებები პირველ რიგში ადამიანების, მეორე რიგში საკუთარი დაკვირვება ბუნებრივია, რამდენიმე ძალიან კვალიფიციური ფსიქიატრი არსებობს და მესამე მოთმინება. იმიტომ რომ ცოტათი ფსიქიატრის ცოტათი, რაც არ უნდა კვალიფიციური იყოს, ხელის ცეცებით დადის ამ პროცესში. იმიტომ რომ არის წამალი, რომელიც შეიძლება მოგერგოს, 4 ჯგუფი აკვირდა მეხუთეც არსებობს, რომელიც შეიძლება ამას უნდა დაელოდო. ეს მესმის რომ არის ძალიან რთული პროცესი. ძალიან ტანჯველი უნდობლობის გამომწვევით ამავდროულად, მაგრამ მან სხვა გამოსავალი არ არის. ძალიან სამწუხარო რაღაც უნდა გავაჟღერო, რომ ცოტა დაგვრჩა. სამწუხარო. არა, ისეთი საინტერესო ძალიან საინტერესო. მაინტერესებს ის და ექსეპტზე, აი მიღებაზე, ასე ვთქვათ რა, იმიტომ რომ ეგეც გამიგია და ეგეც მიცდია, აღონ რა თქმა უნდა, არის ხან მდგომარეობა აღნიშნეს, რომ ვერაფერსაც ვეღარ შვები უკვე ისე ხარ. თქვათ სიტყვაზე მადლობა ღმერთს ჯერ არ მქონია ეგ მდგომარეობა მე, მაგრამ აი მაგალითად აი რაღაც მომენტში ეს შეტევა ან პანიკური რო გეწყება, აი ის სწორია თუ არა მაინტერესებს. ექსეპტ იმის, რომ აი ხა მე ეს მჭირს, თუნდაც მე ხა მეტირება, სუდათ ვარ, მიმღებლობა, რომ აი ხლა მე ეს მაქვს, ეხლა ეს უნდა მიიღო, არ უნდა გეშინოდეს, იმიტომ რომ ეს არის ეს და ცოტა ხანში ეს აღარ იქნება. ეს ნამდვილი არ არის. როგორ უნდა მიხვდე მაგას? ეგ არის, ჩემ შემთხვევაში მე ვერ მივხვდი. მე მქონია მაგალითად ეგ. აი ამ მდგომარეობამდე რომ მივედი ეს შენ ამბობ, ხო, რომ მიმღებლობის მე ვერ მივხვდი. ძალიან დიდი ხანი ვერ მივხვდი რა მჭირდა საერთოდ. ეს ალბათ უკვე როცა იცის ადამიანმა რა. ხო, აი მე ეხლა წესება, ხო, ტილებზე რო იწყებენ ლაპარაკს და თავის მხანა რო გეწყება. ეხლა მანდვა წავა პანიკის დროს რთულია რა რაციონალურ აზრზე დაშლის ადამიანი შეხება არის ძალიან ძლიერი, თუმცა რა თქმა უნდა გქონდეს მიმღებლობა ამ ემოციების, გონებამ უნდა გაიაზროს ჯერ რაციონალურად, რომ ამით არ უკვდები, ამით არაფერი კატასტროფული მე არ დამემართება, ეს დაიწყება და რაღაც პერიოდში დამთავრდება. ძალიან მნიშვნელოვანია დამიწება მოახერხოს იმ დროს ადამიანმა, არ ვიცი, დაჯდეს, მოეჭიდოს ფიზიკურად რაღაცას, ეს ყურადღება საკუთარი შინაგანი მდგომარეობა, ეს იმ მომენტში
გადაიტანოს გარეთ იმისთვის რომ აი ეს რაღაცა турბულენტობა კი ანუ რომელიც შიგნიდან თუმცა გააჩნია როცა ძალიან ეშინიათ გამორიცხული რამე აკეთებენ მე ესე ვამბობ ხოლმე რა ანუ პირველ ეტაპზე რაც კარგად გაგრძნობინებს თავს გააკეთე ყველაფერი ითხოვე დახმარება რაც იმ მომენტში დაგეხმარება აღმოეჩინე საკუთარი გზები თუმცა რა თქმა უნდა მიმღებლობას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ფიზიკური დამიწება არის ძალიან კარგი იმიტომ რომ ამ დროს ჰაერში აყავს აი ამ ემოციას ადამიანი და რეალობასთან კონტაქტს ყვეთს არ უნდა დაავიწყდეს რომ ამას ფატალური და კატასტროფული შედეგი იმ მომენტში და საერთოდაც არაფერი არ მოყვება იმიტომ რომ ბიოლოგიურად ჯანმრთელია ადამიანი არ უნდა სხვენოდეს ამის მიღმა არის სირცხვილი ადამიანებს სხვენიათ საკუთარი ემოციების ჩვენების სხვენიათ თუნდაც როცა ცუდად ხვდები მე დამინახავენ და ამიტომაც არ მინდა რომ დამინახო ცუდად როცა ხვდები მიმართონ კომპეტენტურ სპეციალისტს ფსიქოთერაპევტს ფსიქიატრს, ფსიქოთერაპევტს და ამის მერე უკვე კვებაც იყო ნახსენები ძალიან მნიშვნელოვანია, ფიზიკური აქტივობაც უმნიშვნელოვანესია, სოციალური წრის გადახედვაც და ადამიანები ვისთან მაქვს ურთიერთობა, ესეც გამოკვლევა, საიდან მოვედი აქამდე, იმიტომ რომ ეს რომ მოვიდე, ესე იგი უნდა დავფიქრდე, როგორ ცხოვრობდი, იმიტომ რომ ესე იგი რაღაცას არ ვაკეთებ სწორად. ეს შეიძლება გარდამტეხი მდგომარეობა აღმოჩნდეს ადამიანის ცხოვრებაში. ჩემ შემთხვევაში მაგალითად დავფიქრდეთ, რას არ ვაკეთებდი სწორად, რომ მაგამდე ვერ მიდიხარ შენ თვითონ. შენ თვითონ ვერ მიხარ. იმიტომ რომ ანუ ეს რაღაცა რომ ფიზიკურად ადამიანები გჭირდება დასახმარებლად. ეგზისტენციალურ კითხვებს ვერ დაუსავს საკუთარ გადაჩენაზე ვარჯერ. რა საინტერესო თემაა და კიდე რომ გააკეთოთ არ შეიძლება. ძალიან ცოტა დროა მაგისთვის. კიდევ მოხავს ჩვენ. აუცილებლად. სიამოვნებით. მადლობა კიდევ თქვენგანს. ასე ღიად საუბრისთვის კეთი ძალიან დიდი მადლობა. მადლობა მართლა ძალიან ბევრი რამ. მადლობა. და სამწუხაროდ, არა სამწუხაროდ, საბედნიეროდ რეკლამაა. ჩვენს ეფექტში. დიდი მადლობა თქვენ და ძალიან მან დაგიბრუნდით. დაგიბრუნდით პირდაპირ ეთერში და როგორც ყოველთვის არ ჩამოვრჩებით ჩვენ მიმდინარე მოვლენებს, ხომ მართალია, რაც ხდება ჩვენს ქვეყანაში და დღეს 2 საათზე 3-ზე მე მგონი. 2-ზე თუ 3-ზე? 3-ზე. ხო, 3 საათზე. მაგას კი გავიგებთ ახლა უფრო კონკრეტულად და კარგად. 3 საათზე დაიწყება მარშალო 2 საათიდან შეკრება იქნება მეტროს სადგურებთან. კი ბატონო. ძალიან საინტერესო მარში მე მგონი ასე მეტროს მარში, ხო. რამდენიმე მეტროს სადგურთან იკრიბებიან ადამიანები და დელისის მეტრო ავლაბარი, სადგურის მოედანი და უფრო დეტალურად ახლა ჩვენ არ შეგვეშალოს. გიორგი ბარბაკაძე ჩაგვერთვება, სტუდენტი, რომელიც მე მგონი უკვე ხაზზეა. გამარჯობა გიორგი. გამარჯობა გიორგი. ესე იგი, როგორც ვიცი, ემზადებით უკვე მეტროსთან მისასვლელად, ხო, მეტროს სადგურთან? კი, ნენელა უკვე დავიწყეთ შეკრებას. 2 საათზე არის დაგეგმილი ავლაბარზე, სადგურის მოედანზე და დელისის მეტრო. ხოლო დელისი, სადგურის მოედანი და ავლაბარი. შევიკრიბებით მეტროებთან, ჩავალთ მეტროში და ავახმაურდით მეტროს, რადგან მოგეხსენებათ, რომ მოსახლეობის უმეტესი ნაწილი იყენებს მეტროს. ესაბამისად იქნება როგორც ქართული ოცნების მომხრე, ასევე ოპოზიციურად განწყობილი ხალხით. ესაბამისად უფრო გავაგონებთ ხმას და უფრო ავახმაურდით იქაურობას. შემდეგ მივად ახმედელის მეტროსთან და გადავინაცვლეთ ამერიკის საელჩოსთან. მაგრამ ამერიკის საელჩოსთან უკვე გადავალთ სარაჯიშვილს და ერთიანად წავალთ უკვე პარლამენტთან მეტროთი. ისევ იგივე და გიორგი, მაინც მაყურებელს კიდევ ერთხელ რომ ვუთხრათ, უფრო დეტალურად რომ ავუხსნათ, რა მნიშვნელობა აქვს ამ ყველაფერს, ან რატომ გადაწყდა ამ ფორმით მარში? კი ბატონო, როგორც ვახსენე, მეტროს იყენებს თბილისის უმეტესი მოსახლეობა. ესაბამისად ჩავალთ და მაქსიმალურად ავახმაურებთ. მოგეხსენებათ, როდესაც თქვენდა ისნიდან თავარ განყოფილებამდე, იქიდან ვარკეთილის მეტროში ჩავედით. დიდი ხმაური იქ გავაგრძელებთ ჩვენი მარში და აქცია და საკმაოდ შედეგიანი იყო. ესაბამისად აქ გამომდინარე უკვე უფრო მეტი ხმაური რომ გამოვიწვიო და უფრო მეტ ადამიანს რომ გავაგონოთ და ინფორმაციული ვაკუუმი რომ გავაუქმოთ, უკვე ჩავალთ მეტროში და უფრო ასე ვთქვათ პირდაპირ ვეთქვით, რომ არ გადადგეს არალეგიტიმური მთავრობა და უნდა გავემართოთ სახელოვნად და
შევიდეთ ევროკავშირში. გვინდა ევროინტეგრაცია. ძალიან ბევრი აზრი მოგვისმენია და რაღაცნაირი ღლიცინიც ზოგ-ზოგი ერთებისგან ამ მარშებთან დაკავშირებით, რომ აი რას იგონებენ, რა საჭიროა ეს მარშები, თუ შეკრება იყოს, რა საჭიროა სხვადასხვა მარში რეალურად. კი ბატონო, მარშის იდეა ის არის, რომ ყველას გააგონო აბსოლუტურად ხმა, ანუ არა ერთ წერტილში, როგორც არის პარლამენტი რუსთაველი, არამედ ყველა ქუჩაში დაიარო, ყველას მიაწვდინო ხმა, ყველა კორპუსთან, ყველა კერძო სახლთან, აბსოლუტურად ყველგან, ყველა სამსახურთან, კი ის იქნება ეს კერძო სექტორი თუ საჯარო სექტორი. აბსოლუტურად ყველას უნდა მიწვდეს ხმა და უნდა ახმაურდეს ქალაქი. და საბოლოო წერტილი როგორც ხვდები, ალბათ იქნება რუსთაველი, ხო? ხო, რა თქმა უნდა. და რა მოლოდინები გაქვთ დღევანდელ მარშთან დაკავშირებით, გიორგი? რა თქმა უნდა, დიდი მოლოდინი მაქვს, წინა მარშთან შედარებით, რა თქმა უნდა, ველოდები უფრო მეტი ხალხი იქნება. რა თქმა უნდა, ველოდები რომ უფრო შედეგიანი იქნება და უფრო მეტი ხალხი დაგემატება. ასევე შემიძლია მიმართო სტუდენტებს. ჩემს თანატოლებს რა. მინდა მიმართო ის სტუდენტებს, ვინც ჯერ კიდევ ფიქრობენ, რომ გამოვიდნენ თუ არა და დაგვიდგნენ თუ არა გვერდში და გამოვიდნენ თუ არა პარლამენტთან. მეგობრებო, ეხლა წდება ჩვენი ბედი რა. ჩვენ რო გვინდა ევროკავშირი, ჩვენ რო გვინდა ევროპული მომავალი, ჩვენ რო გვინდა ნათელი საქართველო. ეხლა არის საჭირო გამოსვლა და გვერდში დგომა. ჩვენ ეს ყველაფერი ერთად უნდა ვქნა და ერთად დაუპირისპირდეთ არალეგიტიმურ თორობას. ეს თქვენს გარეშე არ გამოვა. კი, შედეგი ახსენეთ და აი მაინც კიდევ უფრო ჩაგეკითხებით, რა შედეგს ელოდებით? ველოდები რა თქმა უნდა რომ აღყვება ხალხი, ავიყოლიებთ და უფრო მეტი რა რაოდენობით შევიკრიბებით, უფრო მეტი წამოჩვენს ერთად პარლამენტთან. კი ბატონო. ძალიან დიდი მადლობა გიორგი. 2 საათზე მეტროსადგურებთან შეკრება, იქიდან დაიძრებიან ადამიანები და მეტროთან აქცია მეტროში ძალიან მაგარია. მადლობა კიდევ ერთხელ გიორგი და მადლობა ყველა იმ ადამიანს, რომელიც იცავს საქართველოს ევროპულ მომავალს და აი გიორგი მას თქვა რომ ამ ქუჩის მარშებს ძალიან დიდი მნიშვნელობა მართლა აქვს დიდი მნიშვნელობა, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ადამიანს ფიზიკურად არ შეუძლია აქციაზე მისვლა სხვადასხვა მიზეზების გამო და ძალიან ბევრჯერ გვინახავს როგორ აივნებიდან ფანჯრებიდან მხარს უჭერენ ერთმანეთს და ძალიან გემრიელი და კარგი სანახაობა ეს ყველაფერი და მნიშვნელოვანი რომ მიაღწიოს საქართველოს იმ შედეგს, რა შედეგსაც უნდა მიაღწიოს. კი, რასაკვირველია. თუმცა აქვე მე მგონი ცოტა დრო გვაქვს და არ მინდა არ შემიძლია არ შევეხო ჩვენი გადაცემის პირველ ნაწილს თუ კი ვინმეს არ უნახავს და ახლა ჩართო TV პირველზე. ტელევიზორი შეგიძლიათ შუადღე ლაივის გვერდზე შეხვიდეთ Facebook-ზე და უყუროთ, იმიტომ რომ ძალიან საინტერესო მართლა. ხო, და რამხელა მნიშვნელობა აქვს მივხვდი. აქამდეც ვიცოდი ალბათ, მაგრამ აი დღეს კიდევ უფრო დავრწმუნდი რამხელა მნიშვნელობა აქვს სწორად შერჩეულ ექიმს, სპეციალისტს. ამ შემთხვევაში ჩვენ ახლა როგორც პაციენტები შეიძლება არ ვიყავით მასთან, ჩვენთან სტუმრად იყო ფსიქოთერაპევტი, მაგრამ კეთი, რომელთანაც მინდა რომ მივიდე. დარწმუნებული ვარ, ყველას გაუჩნდა ეს სურვილი. ხო, აი ნდობას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა რა, როცა საუბარში უკვე ეთყობა სპეციალისტს, რადონის არის რეალურად ძალიან მარტივია ამის გაგება და მე კიდევ ერთხელ დიდ მადლობას ვეთქვი ჩემს ექიმს გიორგის ძალიან მაგარი ხარ ძალიან ეს გიერთდები შენს ექიმს და ყველა იმ ექიმს ძალიან დიდი მადლობა ვინც ძალიან ესე შრომობს და დებს თავის ყველაფერს რომ ჩვენ ვიყოთ კარგად რა თქმა უნდა და კარგია რომ დავიწყეთ ამაზე ხმა საუბარი და აღარ გვერიდება და აღარ არის საბჭოთა კავშირი და აღარ არის ის დრო რომ სირცხვილი იყო ამ თემაზე საუბარი მართლა არ არის საუბარი გადაცემის პირველ ნაწილში ვერ მოვასწარი დროის სიმცირის არც ისე მცირედ რო გქონდა მაგრამ იმდენი ისე ვერ მოვასწარი ამის ხო და აი ახლა მე მგონი არის ამის საშუალება და ვიტყვი რომ ხო არის რაღაც გარდამტეხი ასაკი რამდენიმე კი არა ძალიან ბევრი ალბათ ჩვენს ცხოვრებაში მე მგონია რომ აი სადღაც 21-დან 23 წლამდე დაახლოებით +1 -1 ესე არის კიდევ რაღაც განსაკუთრებული რაღაც გარდამტეხი ასაკი ჩემს შემთხვევაში ასე იყო როცა რაღაცა რამდენჯერ შეიძლება ცხოვრებაში იყოს ეს გარდამტეხი ასაკი ხო მე ყოველ შემთხვევაში ამ დროს მქონდა ეს პანიკური შეტევები და კიდევ ის მინდა ვთქვა რომ
დაილოცოს ჩემი პროფესია, იმიტომ რომ რაც უფრო მეტი სპექტაკლი, მაგრამ რაც უფრო მეტი რეპეტიცია, დახარჯვაზე და გამოხატვაზეც გქონდა საუბარი, იქ ისე ვიხარჯები და ისე ამოდის ეს ყველაფერი სხვადასხვა პერსონაჟებით და არ შეიძლება მე, მაგრამ მე თამაშობ ამ ყველაფერს. სტრესი ძალიან დიდია. სტრესი ძალიან დიდია, მაგრამ იქ მე ძალიან კარგად ვიხარჯები და ხო, შემდეგ უკვე კარგად ვარ. მოკლედ, ძალიან ბევრი შეგვიძლია ვისაუბროთ ამ თემაზე და ალბათ არ გავჩერდებით, მაგრამ ახლა საინფორმაციო გამოშვების პირველების დრო მოვიდა ჩემთან. მე მგონი ჯობს დაუთმოთ ეს. რა თქმა უნდა, არანაკლებ საინტერესო პირველები ჩვენს ეთერში და დაგიბრუნდებით. დროებით. დაგიბრუნდით პირდაპირ ეთერში, ძვირფასო ტელემაყურებლებო, ვინც ახლა შემოგვიერთით, გამარჯობა კიდევ ერთხელ და ესე ჩვენ დღევანდელი გადაცემის დასაწყისიდან შენი არ იყოს, მეც სულ ისე ვარ, ხო, ესე კეთის უსმენდი და ერთი სული მაქვს, როდის მივალ კეთისთან და დაველაპარაკები ჩემს პრობლემებზე ფსიქოთერაპევტს. ხო, იქ რაღაცა ხდება ინგლისურს სწავლობთ მინდა. ამ შემთხვევაშიც იგივე ხდება, იმიტომ რომ სულ მაწუხებს კუჭნაძავის პრობლემა მთელი ცხოვრება. შენ კარგი გასტროენტეროლოგი გჭირდება ჩემი აზრით. ქალბატონო მაია, წამიყვანეთ. მიმიყვანეთ კარგ გასტროენტეროლოგთან. მაია მიგიყვანს თუ რა არის, მაგრამ შეიძლება ქალბატონო მაიას რუბრიკა მოვისმენთ ეგ იმის რჩევები და ძალიან კარგი გასტროენტეროლოგი ყავს სტუმრად, როგორც ვიცი და შენც გამოგადგება და ასევე ძალიან ბევრად. ახლა მართლა ჩავუждები ძალიან ყურადღებით. იცი, ოღონდ ბავშვებია მე როგორც ვიცი დღევანდელი რუბრიკა, მაგრამ ეგ უნდა მეთქვა შენ როგორც ბავშვი. ერთი წამით რა კუჭნაძავია. მოდი მაშინ ნახოთ თუ შეიძლება. ეგ იმის რჩევები მაია ხერხეულიძესთან. და ჩვენ დავემშვიდობოთ ჩვენს ტელემაყურებელს, ხომ მართალია? შაბათამდე გემშვიდობებით. შემდეგ შაბათამდე. დროებით. რუბრიკას წარმოგიდგენთ ავერსის ბრენდი დეკლარი. დეკლარი, შვეიცარიული კოსმეტიკა ქალისა და მამაკაცის მგრძნობიარე კანისთვის. მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო, დღეს ჩვენ ვილაპარაკებთ გასტროენტერიტზე, ანუ ხშირად, რომელსაც მოსახლეობა უწოდებს ხოლმე დიარეას და რომელიც მოგეხსენებათ, რომ როგორც წესი, გვიან გაზაფხულსა და ზაფხულის თვეებში ხდება ხოლმე ერთ-ერთი წამყვანი მიზეზი ავადობის, განსაკუთრებით თუ ჩვენ ბავშვთა ასაკის ავადობაზე ვსაუბრობთ. თუმცა სანამ უშუალოდ ამ დაავადებაზე ვისაუბრებდით, გაგახსენებთ, რომ ჩვენი რუბრიკის ექიმის რჩევების სპონსორია შვეიცარიული პრემიალური ხაზი დეკლარი. დეკლარი ეს არის ბრენდი, რომელიც მთლიანად არის ორიენტირებული შედეგზე და გათვლილი არის მგრძნობიარე კანის მოვლაზე. ბრენდი, რომელიც 50 წლიანი გამოცდილებით წარმოდგენილი არის მსოფლიოს ბაზარზე და მთლიანად, როგორც თქვით, ორიენტირებულია შედეგზე. მოგესალმებით ქალბატონო მაია, ძალიან დიდი მადლობა მობრძანებისთვის. ხშირად მშობლები ხოლმე მას ეძახიან დიარეას, იმიტომ რომ ხშირად სწორედ ასე ვლინდება. მოდი თქვათ, რატომ ხდება, თქვათ, ამ დაავადებების გამწვევება ზაფხულის პერიოდში, რა არის ძირითადი გამომწვევი მისი და როგორ ვლინდება კლინიკურად? დიდი მადლობა კიდევ ერთხელ მოწვევისათვის. ძალიან სასიამოვნოა ყოველთვის თქვენს გადაცემაში მონაწილეობა. ეხლა რაც შეეხება დიარეას, თვითონ გამოთქმა ძალიან ხშირად ენტეროვირუსს ეძახიან, არასწორი გამოთქმა და მინდა განმარტო, რომ არანაირი კავშირი თქვათ ვირუსულ დიარეასაც კი ენტეროვირუსთან არ აქვს. უხშირესად როტავირუსია ხოლმე, მაგრამ იმ ქვეყნებში, სადაც ვაქცინაცია კარგად ტარდება და მოცულია მოსახლეობა ბავშვთა კონტინგენტია როტავირუსთან ნამდვილ ვაქცინა, იქ როტავირუსი აღარ არის ხოლმე გამომწვევი ძირითადი ნორმოვირუსი და სხვადასხვა ვირუსები არის. თვითონ დიარეას, ანუ გასტროენტერიტის მიმდინარეობა ბავშვებში და დიდებში ერთნაირი კლინიკური ნიშნებია. ეს არის როგორც წესი ცხელება, ღებინება, ინტოქსიკაცია და გახშირებული ნაწლავთა მოქმედება სითხის დიდი რაოდენობით შემცველი განავლით. უბრალოდ ბავშვებში ეს უფრო მძიმედ შეიძლება გამოიხატოს და განვითარდეს, რადგანაც ჩვენი ქსოვილის უმეტესი ნაწილი, თქვათ მოზრდილებში, ქალებში 60% ქსოვილების წყალს შეიცავს, მამაკაცებში 55%, ბავშვებში 70-80% ქსოვილებისა წყალს შეიცავს და გაუწყლობა სწრაფად ხდება გაცილებით ბავშვებში და შეიძლება ჰიპოვოლემიურ მდგომარეობამდე და ჰიპოვოლემიურ შოკამდე, რას უფრო მცირე ასაკის არის ბავშვი და თუ აქვს შეუპოვარი ღებინება და დიარეა და ცხელება მასთან ერთად ძალიან მარტივად შეიძლება ამ მდგომარეობაში მივიდეს. ამიტომ უნდა გვახსოვდეს, რომ არ არის სავალდებულო თქვათ მკურნალობის პროცესში აუცილებლად ინფუზური თერაპია, ზოგჯერ გონიათ ხოლმე რომ ანაცი
გადასხმა რასაც მშობლები ხოლმე როდესაც ესეთი მდგომარეობა არის გეთახმებით რომ ითხოვენ რომ თვითონ ითხოვენ კლინიკაში მომართვიანობის დროს დიახ ამიტომ ეს უნდა გვახსოვდეს რომ თუ დანაკარგი არ არის დიდი და თუ თქვათ ბავშვს შეუძლია ფიზიოლოგიურად ანუ დასალევი გზით მიიღოს ამით ვიწყებთ ყოველთვის რეჰიდრატაციას ანუ შევსებას ორგანიზმის მარილებით და წყლით თუ ამას ახერხებს ბავშვი და დანაკარგი დიდი არ არის მაშინ საერთოდ არ არის საჭირო ინფუზური თერაპია ანუ გადასხმა მაგრამ იმ შემთხვევაში თუ არის შეუპოვარი ღებინება ასეთ შემთხვევაში ნამდვილად ვერ მიიღებს ეს ის შემთხვევა როცა ბავშვი ესაჭიროება ჰოსპიტალიზაცია და მას ინფუზური თერაპიაც ესაჭიროება შეიძლება ვუთხრათ ჩვენს მაყურებელს თქვათ ის რამოდენიმე ნიშანი რომელიც მიუთითებს სწორედ იმაზე რომ დიდი რაოდენობით სითხე დაიკარგა დიარეის დროს და რაც მიუთითებს რომ ექიმთან თქვათ აუცილებლად მაშინვე უნდა მივიდეს პაციენტი იცით ასაკობრივ ჯგუფებად დავყოფდი ესეთ ბავშვებს და წლამდე ასაკის და განსაკუთრებით ახალშობილებზე თუ და ჩვილებზე ლაპარაკი ანუ წლამდე ასაკის ბავშვებზე განსაკუთრებით რისკ ჯგუფია იმიტომ რომ როგორც ვახსენე ამათთან ძალიან სწრაფად შეიძლება ჰიპოვოლემიური შოკი განვითარდეს ამიტომ ასეთ შემთხვევაში როგორც კი დედა ნახავს რომ თქვა დღის განმავლობაში ბავშვმა 60-ჯერ აღებინა ამას მოყვა ცხელება და დიარეის ეპიზოდი თქვა 4-5 ეპიზოდის სითხის დიდი რაოდენობით შემცველი განავლით ეს უფრო ვირუსული დიარეისთვის არის დამახასიათებელი ასეთი ტიპის განავარი ასეთ შემთხვევაში აუცილებლად მშობელმა უნდა ექიმთან სატელეფონო ზარი მაინც ჩაატაროს და კონსულტაცია იმიტომ რომ შეიძლება მშობელი ვერ მიხვდეს თქვა ყიფლიბანდის მდგომარეობას ამ დროს ყიფლიბანდი ჩავარდნილია ლორწოვანები გამომშრალია შეიძლება ბავშვი ტირის უცრემლოდ ცრემლის გარეშე და თქვა კანის ელასტიურობას და ტურგორს დედა ვერ შეამჩნევს მაგრამ ამ კლინიკურ ნიშნებს აუცილებლად გამომშრალი არის კანი რომ მოკიდებენ ხელს და ამ დროს აუცილებლად უნდა მიმართოს ექიმს და ნუ რასაკვირველია პედიატრი დააკვალიანებს თქვა და მინიმალურ კვლევას თუ ვერ მიყავთ კლინიკაში მაგრამ უმჯობესი ექიმმა გასინჯოს იმიტომ რომ ის შეფასება კანის და ლორწოვანების და ყიფლიბანდის უნდა ექიმმა გააკეთოს ამას მშობელი ვერ იზამს მაგრამ თუ არის სისხლიანი დიარეა რასაც ქვია და ბაქტერიული გენეზის ეს უფრო მოზრდილებში არის ხოლმე სისხლზე და ანუ მშობელმა სისხლი თუ დაინახა ის ბევრად უფრო მძიმედ მიმდინარეობს და მას ძალიან ბევრი გართულება შეიძლება მოყვეს როგორც არის ჰემორაგიული სინდრომი მაგალითად რომელსაც მშობელი ამას ნამდვილად ვერ მიხვდება ეს უნდა მოხდეს სტაციონარის პირობებში ამიტომ თუ არის სისხლიანი დიარეა აუცილებლად ნებისმიერ ასაკში სასურველია რომ მიმართონ კლინიკას იმიტომ რომ მას დაჭირდება სხვა გამოკვლევები კოპროლოგია რასაც ქვია მიკროსკოპული გამოკვლევა განავლის ყველა ვარიანტში გასაკეთებელია ორივე შემთხვევაში გარდა ამისა სისხლში ელექტროლიტები და გაზებია გასაკეთებელი რომ ნახოთ თქვა როგორ არის ნატრიუმი კალიუმი ქლორიდი და სხვადასხვა ელექტროლიტების შემადგენლობა მათი შევსებაა საჭირო და ეს ყველაფერი არის საფუძველი ქვაკუთხედია ამ დაავადებების ორივე მკურნალობის დროს ეხლა ხშირი არის ხოლმე ესეთი თქვათ გავრცელებულია მშობლები ხშირად ამბობენ არა მარტო მშობლები თქვათ თვითონ მოზრდილი ადამიანები როდესაც დიარეა აქვთ რომ იწყებენ თითქოს შიმშილს იღებენ თელრიგ პროდუქტებს რომლის თქვათ რაციონიდან თვლიან რომ რაღაცა ძალიან დიეტურად უნდა იკვებოდეთ ესეც თქვათ რამდენად მიზანშეწონილია იმ შემთხვევაში როდესაც დიარეა ვლინდება ესეთი მკაცრი შეზღუდვები დიარეის დროს ნამდვილად არ არის მკაცრი შეზღუდვები, უბრალოდ ბავშვი რომელიც ძუძუთი კვებაზეა მოწოდებულია რომ რაც შეიძლება ხშირად უნდა მისცეს დედა, ძუძუთი კვების სიხშირე უნდა გაზარდოს, იმიტომ რომ დედის წეში 87%-მდე მაინც წყალი არის შემადგენლობით, ამიტომ მისი შევსებისთვისაც ეს ძალიან მნიშვნელოვანია. აუცილებლად სითხე და ელექტროლიტებით უნდა დავტვირთოთ ბავშვი, მაგრამ ის რომ თქვათ რამე დიეტა შემოვიღოთ, თქვათ ჩვილებშიც და მოზრდილებშიც ნამდვილად არ არის რეკომენდირებული. ჩვეულებრივი საკვები პროდუქტი უნდა მივიცეთ. უბრალოდ ოდნა უნდა შევზღუდოთ ცოცხალი ბოსტნეული, რომელიც უჯრედის შეიცავს დიდი რაოდენობით და უჯრედის ვიცით ჩვენ რომ თქვათ პერისტალტიკას აძლევს და იმიტომ რომ ზედმეტად არ გამოვიწვიოთ განავლის გახშირებული ევაკუაცია ორგანიზმიდან და გარდა ამისა არ არის რეკომენდირებული ხილის წვენები. კვება უნდა იყოს ჩვეულებრივი, იმიტომ რომ ბავშვი ისედაც დეჰიდრატაცია აქვს, სითხეს კარგავს და ელექტროლიტებს დასუსტებულია, შეიძლება რომ ვერ იკვებება კარგად გლუკოზაც დაბლა ჩამოვიდეს სისხლში და ამიტომ კალორაჟი მაინც მივაწოდოთ და არ არის სწორი რომ თქვათ
ნაჭიერ დიეტაზე და ამ კაც დიეტაზე იყოს ბავშვი. მაგრამ იმისთვის რომ არ განვითარდეს გაუწყლოება, ამ შემთხვევაში რა რეკომენდაციას უწევთ, იმიტომ რომ ხშირად არის ხოლმე რომ მშობლები რომ თქვათ ამ მიზნით ზოგჯერ იყენებენ სხვადასხვა გაზიან სითხეებს, თქვათ ეს შესაძლებელია იყოს სხვადასხვა თქვათ ნაწარმი, ტკბილი გაზიანი სითხეები, ლიმონათი და მსგავსი ნაწარმი და აქ რა შეიძლება რომ უთხრათ? ამაზე მშობლების პასუხი რომ რა ვქნა სხვას არ სვამს და არ არის სწორი, იმიტომ რომ ის გაზიანი სითხეები და ტკბილი როგორც თქვი, ეს პირდაპირ რეკომენდირებულია რომ არ მივცეთ ბავშვს, ამიტომ როცა გვინდა რომ თქვათ რეჰიდრატაცია ჩავატაროთ და ბავშვის სითხეები აკლია, უნდა მივცეთ ელექტროლიტების ხსნარი, თუ ელექტროლიტების ხსნარს ვაძლევთ და თქვათ ბავშვს არ სიამოვნებს და როგორც წესი არ მოწონთ ბავშვებს, მაგრამ უნდა შევეცადოთ რომ 1000 მილილიტრი ყოველ 5-10 წუთში ერთხელ მივცეთ, ანუ ყლუპ რასაც ქვია და ამ გზით შესაძლებელია რომ ბავშვმა შეირგოს. არ არის საჭირო რომ 1 ჭიქა 200 მილილიტრი მთლიანად მივცეთ, რასაკვირველია ტკბილ და გაზიან სასმელებს რეკომენდაციას ვერ გაუწევ, იმიტომ რომ არანაირი ევიდენსი არ არსებობს რომ ეს საჭიროა და მტკიცებულება არ აქვს არანაირი, კი ბატონო. ამით შეიძლება მოვარჩინოთ და ამიტომ მოწოდებულია პირდაპირ ელექტროლიტების ხსნარი, რომელიც თუ ბავშვი ნამდვილად არ სვამს სითხეს და თუ მშობელი ხედავს, რომ უბრალოდ არ სვამს სითხეს და თქვა დღე-ღამის განმავლობაში დააკვირდა და ღებინება და დიარეა გრძელდება და 200 მილilitrამდე აქვს და თქვა დალეული, ეს არ არის საკმარისი, მაშინ სწორედ ეს არის განგაშნიშანი და ჩვენება, რომ ეს ბავშვი უნდა სტაციონარში მოთავსდეს და თუნდაც გადაუდებელი დახმარების განყოფილებაში და მას ინფუზია ჩაუტარდეს. ანუ ელექტროლიტების ხსნარი ერთმნიშვნელოვნად მკურნალობის ერთ-ერთი და ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტია იმისთვის რომ არ განგვევითარდეს გაუწყლოება, ან თქვათ უმკურნალოთ სწორად გაუწყლოებას, ამასთან ერთად რა მკურნალობა შეიძლება გამოვიყენოთ დიარეის შემთხვევაში. ეს არის ქვაკუთხედი, ანუ თავარი არის რომ უმკურნალოთ იმით რომ თქვათ ჰიპოვოლემია მოხსნათ, გარდა ამისა არსებობს კიდევ პრობიოტიკები, მაგრამ ყველა პრობიოტიკი არა, კვლევებია ჩატარებული სულ 3 ჯგუფზე, ეს არის 3 ბაქტერია, კეთილი ბაქტერია, რომელზეც თქვათ კვლევების შედეგად დადასტურებულია, რომ საკმაოდ მაღალი პირველი ახარისხის სარწმუნოება აქვს, ანუ მტკიცებულების ხარისხის და დონის მიხედვით. ეს არის სახარომიცეს ბულარდი, LGG და რამნოსუსი. აი ეს 3 შტამი, რომლებიც არის მოწოდებული პირდაპირ დიარეის მკურნალობის სქემაში. ეს ესპაგანის გაიდლაინებშიც არის და ჩვენ ეროვნულ გაიდლაინშიც დევს ეს რეკომენდაცია. უნდა დავიწყოთ პირველი დღიდანვე ეს პრობიოტიკები, ისინი დაავადების ხანგრძლივობას ამცირებენ, დიარეის სიხშირეს ამცირებენ და ბავშვის ზოგად მდგომარეობას აუმჯობესებენ. ასე რომ ეს მკურნალობის ერთ-ერთი მეთოდია. ანტიემეტური საშუალებები პირდაპირ მაღალი სარწმუნოებით არ არის მოწოდებული, თუმცა თუ შეუპოვარი ღებინება აქვს, ანუ ღებინების საწინააღმდეგო საშუალებები შეიძლება ერთჯერადად გაკეთდეს ნებისმიერ ასაკში, ინტრავენურად ან კუნთში და ამ ანტიღებინების საწინააღმდეგო საშუალების ერთჯერადი გამოყენება საკმარისია ხოლმე და სტაციონარში ვიყენებთ სისტემატურად თუ ღებინება შეუპოვარი. სხვა მხრივ ანტიბიოტიკებიდან თქვათ ბაქტერიულის დროს ზოგიერთ შემთხვევაში მოწოდებულია მაკროლიდი პირველ რიგის პრეპარატი და დასალევი ინექცია არ არის საჭირო. თუ სტაციონარშია პაციენტი და თქვათ კათეტერი აქვს ვენაში ჩადგმული და ინტრავენურად შეიძლება ცეფალოსპორინი დავნიშნოთ, დაუშვათ ალტერნატიული. გზით სხვა განსაკუთრებული მკურნალობა არის საჭირო. და მაინც მინდა რომ ცხელების მართვაზეც ვუთხრათ 1-2 სიტყვა ჩვენს მაყურებელს, იმიტომ რომ ისევე როგორც ნებისმიერი სხვა ინფექციის დროს დიარეის შემთხვევაში ხშირად გვაქვს ხოლმე ცხელება და ესეც ხშირი შეცდომა არის თუ ვთქვათ რომ მშობელს ძალიან ეშინია სიცხის და ხშირად მინიმალურ ტემპერატურაზე ვთქვათ 37 და 5 რო აქვს იწყებს ვთქვათ ცხელების საწინააღმდეგო საშუალების გამოყენება. მოდით ესეც გავაჟღეროთ ამ შემთხვევაში. მოკლედ ავადობის დროს ცხელება ეს არის ორგანიზმის დამცველობითი რეაქცია ნებისმიერ ინფექციაზე, ეს იქნება ვირუსი, სოკო თუ ბაქტერია ნებისმიერ ინფექციის დროს. ამიტომ ეს არის ორგანიზმის დაცვითი რეაქცია და ჩვენი თვითმიზანი არც ექიმის და არც მშობლის არ უნდა იყოს, რომ ცხელებას ვებრძოლოთ. ჩვენ ცხელების მიზეზი უნდა გავიგოთ და იმას უნდა ვებრძოლოთ, მაგრამ ცხელების დროს საჭიროა დამხმარე საშუალებები, როგორც არის სიცხის დამწევი, ანუ ანტიპირეტული საშუალებები, პირველ რიგის ეს არის აცეტამინოფენი, მაგრამ რატომღაც ტენდენცია და მოდური გახდა, რომ ორივეს ერთად უნიშნავენ აცეტამინოფენს და ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდს
თქვათ იბუპროფენის ჯგუფის პრეპარატს, ან ნუროფენს, ან იბუპროფენს. არავითარ შემთხვევაში ორივეს ერთად დანიშნა არ შეიძლება, იმიტომ რომ ეს უკვე ჰიპერდოზირებაა და ეს პრეპარატები თითეული მათგანი ცალ-ცალკე როცა ვნიშნავ დღეში მაქსიმუმ 4-ჯერ შეიძლება 6 საათიანი ინტერვალებით. ერთი პრეპარატის მიცემა და შემდეგ 1-2 საათში თუ არ ჩამოვარდა სიცხე 40-დან 36-მდე წარმოუდგენელია. გასაკუთრებით შეუპოვარი ცხელებაა და მიბრძანებით საავადმყოფოში არსებობს იგივე პრეპარატი ინტრავენულად ძალიან ეფექტურია და საავადმყოფოში გამოიყენება. მეორე პრეპარატის მიყოლება არ შეიძლება, რაც შეეხება ფიზიკურ მეთოდებს. ფიზიკური მეთოდები ერთადერთი გამართლებულია ცივი შხაპი და ვთქვათ ცივი საფენები, როცა არის სითბური დააკვრა, ვთქვათ მზის სკილების ზემოქმედებით და არა ვთქვათ დაავადების გამო. ერთადერთი მიღებული მეთოდი რაც არის, ანუ ცხელების დროს, როდესაც ანტიპირეთულ სიცხის დამწევ საშუალებას მივცეთ და თუ ძალიან მაღალია ცხელება და ბავშვი ძალიან ცუდად გრძნობს თავს და ადინამიური გახდა სითხეს ვერ ღებულობს, შესაძლებელია 9 საათის შემდეგ სადღაც ოთახის ტემპერატურის წყალში დასველებული ღრუბლით თქვათ ზედაპირი დაუსველოთ ბავშვს, რომ გაგრილდეს ოდნავ მაინც და თქვათ შვება იგნოს, მაგრამ ცივი შხაპი და აბაზანაში ჩასმა არ შეიძლება, იმიტომ რომ ჩვენ ხელს უშლით სპაზმის ხარჯზე, რომ სითბო გამოიყოს ორგანიზმიდან, პირიქით გადავახურებთ ორგანიზმს, ამიტომ არ შეიძლება. რაც შეეხება თვითონ ცხელების დროს რა ციფრებზე უნდა მივცეთ სიცხის დამწევი, ესეთი ერთი ციფრი, ეს არის 40 გრადუსი ტემპერატურა, დანარჩენი მაძლევთ იმ ტემპერატურაზე, როცა ბავშვს აქვს დისკომფორტი, ადინამია და როცა ცუდად გრძნობ თავს. თუმცა ეს თუ 37.5 რასაკვირველია ამ ტემპერატურაზე ჩვენ არ ვაძლევთ სიცხის დამწევ საშუალებებს. ძალიან დიდი მადლობა ქალბატონო მაია, დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი მაყურებელი ყველა იმ რჩევას გაითვალისწინებს და იმ რეკომენდაციას, რომელიც თქვენ დღეს ახლა უთხარით და შესაბამისად თქვათ მოიქცევა იმ შემთხვევაში, თუ მის პატარას ექნება დიარეა ან თქვათ ღებინება და მაყურებელს ტრადიციულად ჯანმრთელობას უსურვებ. რუბრიკას წარმოგიდგენთ ავერსის ბრენდი დეკლარი. დეკლარი, შვეიცარიული კოსმეტიკა ქალისა და მამაკაცის მგრძნობიარე კანისთვის.